რა კომპრომისზე ხართ ოცნებისთან მზად იმათ თუ შემოგთავაზეს სანაცვლოდ პოლიტპატიმრების გამოშვება? ყველაფერი რაც საკეთებს არის რუსული ხელწერის. ევოლუციური პროცესები ერთხელ უკვე ჩავარდა. ჯერა იმიტომ, რომ დაკვეთა არის ცვლილებებზე დღეს ნამდვილად. დაკვეთა ერთიანობაზეც იყო. იქ სადაც ჩვენ ვართ, რეალურად გადის ბრძოლის ხაზზე. ბრძოლის შედეგად რა სელოდება? გიორგი გახარია, კაც მარიც საერთოდ როდის მოახერხებს ჩამოსვლას? აი თბილისში რო პირველივე ტურში მოიგებს კახა კალაძე. ეს თქვენთვის იქნება თუ არა იმის ნიშანი, რომ ევოლუციური ცვლილებების რესურსი აქ საერთოდ აღარ არის. თქვენ ადგილზე რო წარმოვიდგინოთ, თავი მართლა გულახდილად ვამბობ, ალბათ რევოლუციურ პროცესს უფრო დაუჭერდი. მხარს ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ თუმცა და კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლელი იმისთვის, რომ დავამარცხოთ ოცნება. არჩევნებში შესვლა მოსაგებად რამდენად გულწრფელი გეგმაა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი მითხარით თქვენი. მეორე ტურის ჯერა ნამდვილად დამეჯერეთ. ერთია რა მინდა და მეორეა რაში მონაწილეობ და რას უჭერ მხარს. ფული, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი ოცნება თვითონ არის რადიკალი და მას არანაირი უფლება არ აქვს ახლა ოპოზიციას უწოდოს რადიკალი. რა ინსტრუმენტები დაგვემატა ევოლუციური ცვლილებებისთვის? ინსტრუმენტები. ახლა ოცნების ხელში ვერ დაგვემატება ვერანაირი ინსტრუმენტი. კამერები არ მოგწონთ? ჩვენ აქციების ნაწილი ვართ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აღარ მიგესულებათ. ანუ სიტუაციის აღწერაში ჩვენ რომ ძალიანაც რომ მოვინდომო ვერც შეგეწინა. არა, ამ აღწერაში ვთქვით დაგანახოთ აბსურდულობა თქვენი გადაწყვეტილების. ანუ ურისკო თამაშებში მოძრაობთ მარტო თქვენ როგორც პარტია? ბრძოლა არის უთანასწორო და ჩვენ ამის გამო ამ ბრძოლის ველიდან არ გავდივართ. ამას მოხდება? არ გისურვებთ არა. აი ხო ხოცე მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, თქვენ უყურებთ პოდკასტ ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი შარაშიძე. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, ცოტა როცა ახლა ჩვენი ეთერი იწერება ამ წუთებში მიდის სასამართლოში პროცესი და პროტესტიც გელა ხასაიასთან დაკავშირებული აბსურდის მორიგი თეატრი, ამიტომ თლად ცოტა ხასიათზე ვერ ვართ, ისედაც რანაირად უნდა იყოს ხასიათზე ადამიანი, მაგრამ გიორგის განსაკუთრებით ეთყობა და იმედი მაქვს, რომ რაღაც ბრაზის მართვებს მოახერხებთ გიორგი, ვაწყნარებდი გადაცემის წინ, მე აქეთ დასაწყნარებელი, მაგრამ რას ვიზავთ, ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ ყველა ერთად. გადავიდეთ საქმეზე, პრინციპში და კითხვებზე, ამ ყველაფრის მიუხედავად. ბატონო გიორგი, თავიდან ცოტა ზოგადი თემით მინდა დაწყება. ქართულ ოცნებაზე საუბრის დროს ჩვენ საზოგადოებაში თქვენი მხრიდანაც ჩვენი მხრიდანაც ისმის ხოლმე ბევრნაირი სხვადასხვანაირი შეფასება, სიტყვა, ფრაზა თუ ერთსიტყვიანი რაღაცა. და რომელი გამოვიყენოთ ხოლმე, თქვენ უფრო ხშირად რომელს იყენებთ ხოლმე, ზოგი რუსულ რეჟიმს ეძახის, ზოგი რეჟიმს ეძახის, ზოგი რუსულ ხელისუფლებას ეძახის, რომელი იქნება სწორი, საიდან მიუდგეთ თავიდანვე სწორი შეფასება რომ გავაკეთოთ, პირადად თქვენი პოზიცია მაინტერესებს. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თორნიკე გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. ნუ ახლა მე ყველაზე ხშირად მე პირადად ვიყენებ ოცნებას. რა თქმა უნდა, ქართული აქ არ არის, არაფერი და შესაბამისად ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია, აღარც მიხსენებია. ესე პირდაპირ ვამბობ ოცნება. მაგრამ ნუ, ოდესაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეფასებით ნაწილში, რა თქმა უნდა, ვიხსენიებ ახლა განსაკუთრებით ბოლო 1 წელი როგორც რეჟიმს. აქვს რეჟიმის ყველა ინდიკატორი, ხო? პრინციპში. ეხლა რუსული, არ არის რუსული, ამაზე რომ საუბრობთ ხოლმე, ზოგი ამ შინაარსში ალბათ იმასდებს, რომ პირდაპირ რუსეთთან იმართება თუ არა და ამის ეხლა ისეთი ღიამტკიცებულება თუ არ გექნა, რომ მართლა ისე ევტუშენკოვი გქონდა პრინციპში, მაგრამ ხო, მოკლედ. ხო, რუსული რეჟიმი არის იმიტომ, რომ რომც არ ქონდეს მტკიცებულებები საიდან იმართებენ, ყველაფერი რაც საკეთებს არის რუსული ხელწერის. რატო დავიწყე ხა ამ შეკითხვით? ხა დარწმუნებული ვიყავი პრინციპში, რომ ხა თქვენს და თქვენი ეთერებიდანაც მომისმენია ეს შეფასება, მაგრამ ახლა გადავიდეთ ნელა არჩევნების ამბავს. კი ბატონო. და ბარემ ამბო შემოვიტანა აი გიორგი ახარიამ, მეგონი დღეს კარდი დაიდო ყოველ შემთხვევაში. ანუ არა ჩვენ რევოლუციას არ ვემხრობითო, არამედ ჩვენ ევოლუციურად ცვლილებებს ვემხრობითო და
თან რუსულ რეჟიმში და თან ევოლუცია ჩემთვის ცოტა აუხსნელია, როგორ შეიძლება მიღწეულ იქნას პოლიტიკოსისგან. ნუ რო არ გეთანხმებით რაღაცებია საერთოდ მე კონტექსტი აი როგორ წარმოგიდგენიათ ევოლუცია ამ რეჟიმის პირობებში, ანუ აი როგორ უნდა ევოლუცია, როგორ უნდა განვიცადოთ, ან განიცადოს ქვეყანაში სიტუაციამ, რომ ეს ცვლილებები მოვიწადოთ. კი ბატონო, უფრო დავაკონკრეტებ კიდე მე ჩემს შეკითხვას. დიდად არ მახსენდება მე მაგალითი, როცა რეჟიმი შეიცვალა ისე რომ გასაგებია რომ მე როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანი, მაგრამ აი წინ რო არ უძღოდა რაღაცა რევოლუციური პროცესი, ეგეთი მაგალითი დიდად არც მახსენდება და ამიტომ არის ხოლმე ცოტა გაუგებრობა თქვენს ხშირად რის გამოც გაკრიტიკებენ რომ ამ შეიძლება იქ ამჯერ ვიღაცები არ მოუწონდეს ვინც და ანონსავ თქვა და ასე შემდეგ, მაგრამ რეჟიმის შეცვლა აი ისეთი აქტიური პროტესტის გარეშე, რომელსაც შეიძლება რევოლუციაც რომს გვახსოვდეს, აი როგორ წარმოუდგენია მაგალითად 25 ნომერს ევოლუციური პროცესები, აი დღეიდან და ცვლილებების დადგომამდე. კი ბატონო, მაგაზე ახლა მოკლე პასუხი გაცემა ძალიან რთულია. კი ბატონო, მზად ვარ. მოდი მაშინ კითხვა დავსვათ ასე, ხო? ანუ თუ არ წარმოგვიდგენია და ვერ წარმოგვიდგენია და უშუალოდ ევოლუციური დამარცხებით, მაშინ რევოლუციური დამარცხებით რამდენად წარმოგვიდგენია. იმიტომ რომ ახლა როდესაც ამაზე არის საუბარი, ვამბობთ ჩვენ ყოველთ ახლდებით იმაზე, რომ ავტოკრატიული კი ბატონო, ავტოკრატიული რეჟიმია, ხო? გასაგები ხარ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ხელში არის ყველაფერი სახელმწიფო სისტემა, ხო? კონსოლიდირებული, უკლებლი ყველა რაც კი არსებობს, მათ შორის არაფორმალურიც და ფორმალურიც, ხო? და ნუ ისმის შეფასება რომ აი არჩევნებს მართავს, მის ხელში არჩევნები, რასაც უნდა იმას დაწერს და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო. და რატო არის მის კითხვა რევოლუციური პროცესის მართვაც იქნება ანალოგიური წარმატებით შეუძლია ამ ადამიანს ამ კონსოლიდირებული ძალაუფლების ეს მე შეიძლება შორის დღეს აქტიურად დღეს გავწელდა თქვენი პოლიტიკური ზარის მხრიდან რომ ემან და ამის რევოლუციური სცენარის უკანაც ხელისუფლება ხო არ გასული მარჩელობა შეიძლება ვერ გამორიცხავ ხა 100%. მოდი მაშინ აი უკვე განვლილ ეტაპი კარგი შეიძლება ხა მომავალზე საუბარი რთულია და მეც არ ვიცი ჩემთვის გასაგებია თქვა კითხვაზე პასუხი რატო ჭირს იმაზე თქვა როგორ წარმოგიდგენიათ ევოლუციური პროცესები მე მართლა ვხედავ და აი მოდი მაშინ ეგ მაგაზეც მიპასუხეთ და თან ბარემ ამას ისიც მივამატოთ აი მას მე რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის სახით არის უკვე გახარიას პარტია პოლიტიკურ ველზე აი მისი გაჩენის მომენტიდან ამ მომენტამდე ის ხომ ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯებით მიეღწია ევოლუციისთვის აი ეგეც რო დაგვაი რაღაც რამოდენიმე პუნქტი ან რამოდენიმე საკითხი გითხრათ კონკრეტულად თქვენმა პარტიამ დამოუკიდებელი არსებობის დროს რა ევოლუციურ შედეგებს მიაღწია. კი ბატონო, მაშინ უნდა დავიწყოთ პირველი არჩევნებით, იმიტომ თქვენ იცით თუ არა და ნუ გავახსენოთ მაყურებელს, რომ მას შემდეგ რაც გადადგა გიორგი კახარია პრემიერ-მინისტრის ანადგომიდან, სულ რამდენიმე თვეში შეიქმნა პარტია და მე სხვათა შორის ამ დღიდან, ანუ პარტიის შექმნიდან პირადად ჩემზე მაქვს საუბარი. ვარ ამ გუნდის წევრი და იქამდე ოცნებასთან არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია მე პირადად და მაინც იყოს ეს დაზუსტებული, იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ თვითონ გიორგი კახარია როგორც პოლიტიკოსი არის სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელიც რა თქმა უნდა მე თვითონ ვერ ვხედავდი, კი ბატონო, მე თვითონ ვერ ვხედავდი მას ოცნებაში და ვერ წარმომიდგენია რომ დღეს ის დარჩენილიყო ოცნებაში, იმდენად პროგრესული, იმდენად თანამედროვე მოაზროვნე, იმდენად თავისთავად დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ლიდერია. დღევანდელ ოცნებაში თავისთავად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს გიორგი კახარია და ამიტომ მას შემდეგ რაც ეს ვერ წარმომედგინა დემოკრატიული ლიდერები, მაგრამ ხო, მაგრამ რაღაც მომენტამდე, ახლა ის სანამ თვლიდა რომ რაღაც გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი იყო თვითონ მისი არსებობა იქ იქამდე იყო და ბევრი კარგი საქმეც გაუკეთებია, მაგრამ ამას დავანებოთ ახლა თავი. მას შემდეგ რაც გავხდით, ანუ იქ ჩვენ პირველივე არჩევნები რეალურად 3 თვეში მოგვიწია თუ არ ვცდები, იმიტომ რომ პარტია ფაქტობრივად ეს იყო პროცესი, როდესაც პარტია თან იქმნებოდა და თან საარჩევნო პროცესში შევდიოდა. ეს ნამდვილად ესე იყო. მახსოვს, იმიტომ რომ მაისში იყო თუ არ ვცდები ყრილობა და ოქტომბერში იყო პირველი არჩევნები. ძალიან რთული, ესე ვთქვათ, ნოლიდან არ შექმნილა, იმიტომ რომ ეგ მოხდა რაც ეგ ჩამოტეხვა რეალურად ქართული ოცნებისგან და ავტომატურად მოყვათ ამ მომრჩეველი თქვენ არ მოგიწიათ
რაღაცა კონკრეტული იდენტობის ირგვლივ შემოკრება. ხარდამჭერებს გულისხმობთ, მაგრამ პარტიული სტრუქტურა რეალურად და ყველა სხვა არჩევნებზე ხმების ჩამყრელი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულად გიორგი გახარიას გამოყრენ ქართული ოცნებიდან, ესენი უკვე არსებობდნენ და რაღაც ნოლიდან თქვათ როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში არ დაწყებულა პარტიის შენელობა. კი ბატონო, მაგრამ თავისთავად მე უფრო მაინტერესებს მიღწევებზე მინდა. კი ბატონო, მიღწევებზე ეს შესავალი გავაკეთე იმიტომ, რომ უბრალოდ გავიხსენებინა ეს პროცესი და შევედით მაშინ არჩევნებში. რეალურად საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო, გაცილებით მაღალი პროცენტული ასე ვთქვათ შედეგის მოლოდინი ჰქონდა ყველანაირი კვლევით, მაგრამ გაგახსენებთ მაშინ მოხდა ის რაც მოხდა, გულისხმობს სააკაშვილის ჩამოსვლას, ჩამოპარვას და ასე შემდეგ ხა ეს ძალკე საუბრის თემაა და ამან აი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სრულიად შეცვალა. მაშინდელი რეალობა გამოიწვია კიდევ უფრო მეტად პოლარიზება. ეს ნიშნავდა იმას, რომ ოცნების ამორჩეველი ისე ოცნებაში დაბრუნდა, ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ისე ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდა და ჰქონდათ რაღაცა. თქვენთან მოგასალმეთ გავლენას მოახდენდა. ამან არა მოახდინა. ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ ჯერ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაიქცენ მიშასთან? კი ბატონო, არა იმიტომ რომ აი საფრთხე რო დაინახეს, ასე ვთქვათ, მიშას ჩამოსვლით, ამ შემთხვევაში ოცნება მოახდინა საკუთარი ამორჩევლის კონსოლიდაცია, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობამ. თქვენას ამბობთ, რომ თქვენი ამორჩევლის მეორე არჩევანი ქართული ოცნებაა? არა, ჩვენი ამორჩევლის არა, ის ამორჩეველი, რომელიც რეალურად მზად იყო, წამოსულიყო ოცნებიდან და ჩვენთვის მოეცა ხმა ამორჩეველმა ამ სააკაშვილის ჩამოსვლის არა, ხო, უბრალოდ ხა მე ვიხსენე ამორჩეველი, რომლისთვისაც პირველი და მეორე არჩევანი ან ოცნება, ან გიორგი გახარია, ანუ რა მნიშვნელობა აქვს პირველი მეორე? ხო, კი ბატონო, არა, ეს ისე არის ამაში, მე მგონი დასამალი არაფერი. ხო, ეგ დათვლით არ არის. კი ბატონო, ეს ასე არის. ხო, აზრი არის. კი ბატონო, ეს ასე არის. ახლა ჩვენ არასდროს არ გითქვამს ის, რომ ჩვენი თავარი გათვლა არის მხოლოდ ოცნების ამორჩეველზე, მაგრამ დიდი წილი რა თქმა უნდა ამაზე მოდის. მოგეთ მოხდა ის, რომ რეალურად ამ პოლარიზაციის გამო ეს ამორჩეველი შუის გაკრეფის ეს ცნობილი ტერმინი უბრალოდ ეს მოხდა და ნუ ჩვენი საბოლოო ასე ვთქვათ პროცენტული მაჩვენებელი დაჯდათ ვარცხდებით 9%-ზე და ნუ რა თქმა უნდა იქ ჩვენ განსაკუთრებით ამორჩევნებში ძალიან სერიოზულად მე მეტი არც მახსოვს დიდად. არა, კვლევებში ცალსახადო ნიშნავს ველოდით მინიმუმ 15-დან 20%-მდე ქონდა 20%-მდე რომელ კვლევაში? აი ეს მაშინ კვლევებში ყველგან გაკეთებულში თუ? არა, ზოგად კვლევებში. ეს კვლევაში 15-დან 20%. არც ერთ შემთხვევაში შეგვიძლია გადავამოწმოთ. შეიძლება რა პარტიული კვლევა იყოს საჯაროდ გამოსული. საჯაროდ ანუ ედისონ რისერჩი ან რაღაცა აირაი ან ეგეთ კვლევებში არ სადაც ზუსტად მახსოვს 15-ის მოლოდინი იყო ყოველთვის. ორნიშნა შეიძლება 11-10 ყოფილიყო, მაგრამ 15-20 რაღაცა. კი ბატონო, თუნდაც 11 და 12 ყოფილიყო, აი ეს 2%, აი მაგალითად თბილისის შემთხვევაში. აი ეს 2% იყო გადამწყვეტი. ეს როგორც პარტიის თბილისის შემთხვევაში. პარტიის ელექტორატზე ლაპარაკობთ. მე უფრო მაინტერესებს კონკრეტულად აი თქვენ ამბობთ, რომ თქვენი გზა გადის ქვეყანაში ევოლუციურ ცვლილებებზე. აი ევოლუციურ მე ანუ პარტიამ რა შედეგები დადო კი არ მაინტერესებს. აი კონკრეტულად პარტიამ თავისი პოლიტიკური ანუ ხო აი როგორც პოლიტიკურმა აქტორმა ამ ქვეყანაში რა ევოლუციური ცვლილებები მოიტანა. აი ეგ მაინტერესებს. ხო და ამიტომ დავიწყე ამ ისტორიის მოყოლა, ახლა რთული ესე პირდაპირ რაღაცა. აი კონკრეტული საქმეები, აი ესე იყო ესე გავხადეთ. ესე იყო ესე გავხადეთ. აქამდე ხო უნდა მივიდე. მაშინ კი ბატონო, გეტყვით, მაშინ თქვენ გაგახსენებთ იმას, რომ მაშინდე რაც ეს საკრებულოები და კომპლექტდა, რეალურად რამდენიმე საკრებულოში ჩვენ მოვიპოვეთ გადამწყვეტი ასე ვთქვათ ხმის უფლება, ეგრეთ წოდებული ოქროს გასაკრები, ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენებოდა მაშინ და საკრებულოს თავმჯდომარეები იყვნენ ამ შემთხვევაში ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, რაც ნუ მაშინ ძალიან სერიოზული გარდატეხა იყო, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი ქონდა ოცნებას და იგივე ზუგდიდი, იგივე წალენჯიხა, იგივე რუსთავი და კიდევ რამდენიმე ქალაქი რეალურად ჩვენ მოვახერხეთ სწორედ ის, რომ არც ოცნებას მივეცეთ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მათ ესარგებლათ ამ სახელმწიფო ბერკეტებიდან მთლიანად დაეკომპლექტებინათ ესე ვთქვათ საკრებულოები და არც ნაციონალურ მოძრაობას. ეს იყო მნიშვნელოვანი. ეხლა შემდეგ ყველაფერი გააკეთა ოცნებამ სხვათა შორის ახლა რუსთავის საკრებულოს მაგალითზე რომ ჩვენი თავმჯდომარე გადაეყენებინა და რეალურად 1 წლის თუ დაახლოებით წელი ნახევრის წინ ეს მათ შეძლეს სხვათა შორის შეძლეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების დახმარებით უпростоრედ დღეს ყოფილი წევრების თორე იმ მომენტისთვის რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრების ფორმალურად გავიდა რამდენიმე წევრი და ესეთი პრაქტიკა ბევრჯერ ყოფილა სამწუხაროდ ისე მოხდა რომ აი სწორედ ეს ოპოზიციური ასე ვთქვათ თავმჯდომარე საკრებულოსი რომელიც ძალიან ბევრ
რუსთაველისთვის ასე ვთქვათ ამაზიანებელ პროექტს აფერხებდა, ბლოკავდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იყო ოპოზიციონერი თავმჯდომარის აღრებულოს, ახლა დღეს ეს თავმჯდომარე აღარ ყავს და მინდა გითხრათ რომ მას შემდეგ ჯერ იმ პოზიტივს ვერ ხედავ რისთან ხოსაც გეორგისტი ხო რო შევაფასოთ ევოლუციური ცვლილებები ჩავარდა ეხლა ამაზე შეიძლება იყოს პასუხი საბოლოოდ სადამდე ვარ გიორგი მეც ჩემს ვიტყვი რა საბოლოოდ ოცნება არ გაძლევს საშუალებას და ჩვენს მაგაზე გვაქვს ლაპარაკი კი ბატონო არა რო არ გვაძლევს საშუალებას ეს ჩვენც ხო ვიცით ანუ ამაში ხო ახალი არა გაქვთ ახალი აი მაგალითად მას მერე აი იმ მუნიციპალური არჩევნებიდან ამ მუნიციპალურ არჩევნებამდე რა ხდება ახალი რა ინსტრუმენტი მოიპოვეთ ისეთი რომლის საშუალებითაც ეუბნებით თქვენ ამორჩევას, რომ ახლაც ევოლუციური პროცესების უფრო გჯერათ, ვიდრე რევოლუციური. ევოლუციური პროცესების, იმიტომ კი არ გჯერა, რომ ვინმეზე ნაკლებად სწრაფად გვინდა ცვლილებები. ჩვენ ევოლუციური პროცესის გჯერა იმიტომ, რომ დაკვეთა არის ცვლილებებზე დღეს ნამდვილად და ამაზე ყველაფერი მაგრამ არის მშვიდობიან ცვლილებებზე. ჩვენ როდესაც ასე ვთქვათ, ვადარებთ და ვაანალიზებთ რა შეიძლება ან რევოლუციას აპრიორი განიხილავთ არა მშვიდობიან პროცესად? იმიტომ რომ ზარერთხულად წარმოგვიდგენია მშვიდობიანი პროცესი. 2003 წლის რევოლუცია არის მშვიდობიანი რევოლუცია იმ კონტექსტში შედარება დღევანდელ ვითარებასთან. იმ ხელისუფლების დღევანდელ ხელისუფლებასთან არ იქნება ვთქვათ მე გთხოვთ თვითონ აი აზრი მაინტერესებს მართლა აი სწორედ აზრი ის რევოლუციად წოდებული პროცესები იყო თუ არა მშვიდობიანი აი ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი არ შევადაროთ ეხლა გასაგებია რომ სხვა დრო იყო და მაგრამ რევოლუცია ხო იყო ნუ მშვიდობიანი იყო ხა იქიდან გამომდინარე ფაქტობრივად იყო მშვიდობიანი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ადამიანური მსხვერპლი არ მოყოლია რაღაც ეგეთი რომ მოხდეს ეხლა რატო არა ეხლა ისე ნუ გამოვიყვანთ რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა რომ ის მოხდეს ხო ანუ ეხლა ისე ნუ გამოვიყვანთ არ გინდა არა მე ერთია რა მინდა და მეორეა რაში მონაწილეობ და რას უჭერ მხარს ამ წუთას თქვენს და ლელოც ეს ირაკლის თანამშრომლობა ზუსტად იგივე შენიშვნა ეს თუ კითხვა თუ რაღაც პოზიცია თქვენ და ლელომ გაერთიანებული რესურსები მიმართეთ იმ მიმართულებით სადაც ეხლა როგორც საუბრობთ ევოლუციური პროცესები ერთხელ უკვე ჩავარდა მეორე მცდელობისას რა დამატებითი ინსტრუმენტი გაქვთ ამ ევოლუციური პროცესების მისაღწევად აი ეს იქნება ჩემი კითხვა აი რომ მე ვთქვათ ისევ თუნდაც მაგას დავუბრუნდეთ თან მე ჩვენ ხა ყოველ შემთხვევაში არ ვართ რაღაცა ისეთ პოზიციაში რომ აი გინდა თუ არა ოპონირება გაგიწევთ უბრალოდ რეალობად გასეთ რომ მაგალითად თქვენი პარტიის ლიდერი რომელიც თან ისეთი ლიდერია რომ პარტიის სახელშია ის გვარი ხო გამოკვეთილი ლიდერი არის პოლიტიკურ დევნილობაში ხო სწორ ტერმინს ვიყენებ თუ თქვენ ასე ძახთ შეიძლება კი ბატონო ასე ვთქვა ხო და ანუ ამ რეალობაში მართლა აი ხა მე რო ვცდილობ ხოლმე რომ სხვები აი კოცების ადგილასაც ვცდილობ ხოლმე თავი წარმოვიდგინო თქვენ ადგილასაც თქვენ ადგილზე რო წარმოვიდგინო თავი მართლა გულახდილად ამბობ ალბათ რევოლუციურ პროცესს უფრო დაუჭერდი მხარს იმიტომ რომ ეს სტატუს კო თუ შენარჩუნდა გიორგი გახარე საქართველოში ვერ დაბრუნდება როდის მოახერხებს ჩამოს როდის არა ვერასდროს სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში ვერასდროს თავარი საყდური რა არის ხო თქვენ ხო კარგად იცით რომ სითქოს ამით ნორმალიზება უფრო ხო არ ხდება პროცესების თავის მოკატუნება ხო არ ხდება რომ ჩვენ პოლიტიკური ბერკეტები კიდევ გვაქვს. არანაირად. მე მჯერა იმის, რომ იქ სადაც ჩვენ ვართ, რეალურად გადის ბრძოლის ხაზი. მე ამის მჯერა პირადად. ბრძოლის შედეგად რას ელოდებით? ბრძოლის შედეგად ველოდებით ცვლილებებს. გამარჯვებას. პრაგმატული პოლიტიკის რეალური პოლიტიკის შედეგად მიღწევა ცვლილებებს. და რუსებს შეუვარდეთ ცხინვალში. ბრძოლის ხაზი გავაიკო. ერთი დავთავრდები. დაგვაყავენ ადგილზე. და აი რამეთებს ანუ დაუბრუნდეთ რევოლუციას თუ ვერ დავასრულებ მან დაზრე, ხო? ანუ ნახეთ, ანუ ჩვენთვის მთავარი რა არის? ჩვენ უყურებთ რეალობას თვალებში. და ნუ კარგად ვიცით, ოცნება როგორ ახერხებს მათ შორის პროპაგანდისტული საშუალებებით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩემი აზრით. და ჩვენ ვაღიაროთ, რომ ოცნება პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს მიაღწიოს იმ შედეგს, რაც აქვს ჩაფიქრებული. და დღეს ძალიან ბევრ ადამიანზე პირდაპირ ზემოქმედებს ინფორმაციულად. ანუ ინფორმაციულ ომს ოცნება იგებს. და პირდაპირ თქვათ გვიგებს. და დღეს ოცნებას ყავს სწორედ ამის ხარჯზე, ყავს იმაზე მეტი ამორჩეველი, ვიდრე იმსახურებს. ანუ ჩვენთვის ევოლუციური პროგრესი პირველ რიგში გადის ოცნების ამ ამომრჩევლის შემცირებაზე. ანუ ჩვენ თქვენთან და გარკვეულად საინფორმაციო ველზე თქვენ რა ძალისხმევას წევთ, რომ საინფორმაციო ველზე თქვა თქვენი ხვედრით წილი იყოს მე რაც შეიძლება. საინფორმაციო ომიც და არჩევნების ოცნებამ წააგო. ნახეთ, რა თქმა უნდა, კი ბატონო, წააგო, იმიტომ რომ გააყალბა არჩევნები. გაყალბა არჩევნები, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი, ახლა მე ვიხსენებ ხოლმე exit poll-ის შედეგებს, ხო, Edison Research-ის, რომელიც არჩევნების დღეს 26 ოქტომბერს ახლა ყველანი ვიყურებდით ვიყავით ტელეეკრანებთან და ნუ როდესაც გამოცხადდა შედეგები და მაშინ ნახეთ რომ 44%
იყო ოცნების მაჩვენებელი, ნუ ეს ჩემთვის პირდაპირ გითხრათ, იყო შოკი. გასაგებია რომ უფრო ცოტა გვინდა რომ იყოს. ეს იყო შოკი, რეალურად იყო შოკი. ახლა რა თქმა უნდა, კიდევ ერთი და უფრო დიდი შოკი წინ გველოდა ყველას, ოდესაც მე ნახეთ რომ ეს 44 კი არა, თურმე 54 იყო უკვე 10%-ით მეტი, მაგრამ ნუ მე მაშინ მივხვდი რომ საინფორმაციო ომი ჩვენ ზოგადად ოპოზიციამ წავაგეთ, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ქონოდა. ანუ ქართულმა ოცნებამ 44%. ხო ვიცით რომ მარტო ადმინისტრაციული რესურსით და მობილიზებით აკრავს 30, ხო? ანუ ქართულმა ოცნებამ 1,100,000 ხმა აიღო. არა, ნამდვილად არ აუღია 1,100,000. არა, რო გაყავდა ხმხდები. ნამდვილად არ აუღია. მე სხვა რამეს ამბობ იმას, რომ ის 40 იმაზე ხო თანხმდებით, რომ Edison Research-ი დამოუკიდებელი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა და წინასწარი მონაცემებიც დაიდო 44% მეტნაკლებად იყო რეალობასთან ახლოს. და მეც მაწუხებ ის რომ ოცნებას უფრო 44 რატომ უნდა კონდეს? რატომ უნდა კონდეს? კი ბატონო. ეს გასაგებია, მაგრამ ამ წუთას ეს ჩვენ რომ მეტი გვინდა გასაგებია, მაგრამ იმათ ფინანსური რესურსიც მეტი აქვს და ამას ხა გინდა კი ბატონო, მაგრამ ფაქტი ხო ფაქტია. ანუ ჩვენ ხო რეალობას თვალებში. ეგ რას გვიცვლის ჩვენ? არა, გვიცვლის იმას, რომ ძალიან რთულია იმ რეჟიმის რევოლუციური დამარცხება, რომელსაც 44%-იანი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. ჩვენ მივდივართ ისე იქ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა დავწიოთ პირობითად რაღაც ამის 25%-ზე და მე 44%-იანი მხარდაჭერა უყურეთ 44% რომელიც exit poll-ით გამოდის, ეგ არ არის 44%-იანი მხარდაჭერა. 44% ხმების არის, რომელიც ჩაყარა ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა манипуляციებით, იმიტომ რომ თუ იმას ვიჯერებთ, რომ 44%-იანი მხარდაჭერა აქვს, ესე იგი ყოველი მეორე ადამიანი ამ ქვეყანაში არის ქოცი. და შესაბამისად, მაშინ მე მიჩნდება კითხვა, რატო უწევთ ქართული ოცნების ლიდერებს, ემეთი რაღაც კუნთმაგარი ტიპების წრეში გადაადგილება ქალაქში პატარა შეცდომას და ქვეყანაში. სწორი მიმართულებით წაიყვანა ლაპარაკი, ის რომ ეს 44%, ვინც რეალურად არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს, თავისუფალი არჩევნების პირობებში არ იქნება 44%. ისე მანდა ჩვენ არჩევნების გაყალბებას მაგრამ არჩევნების ეს არ ვეძახით. აი ახლა მაგალითად ნახეთ, ეხლა იქნება შედეგები. ყველა ფაქტორის ერთობლიობაა, ხო? ლელოს და თქვენი შიდა კვლევით ირაკლიმ როგორც განგვიცხადა ბოლო შედეგითო საერთოდ 20%-ზე არისო ქართული ოცნების რეიტინგი დაცემული. ჩვენც ასეთი ინფორმაცია თბილისში იყო. ხო, ნუ დაახლოებით თბილისში. აი თბილისში პირველივე ტურში მოიგებს კახა კალაძე. ეს თქვენთვის იქნება თუ არა იმის ნიშანი, რომ ევოლუციური ცვლილებების რესურსი აქ საერთოდ აღარ არის. ჯერ ერთი არ ფიქრობ რომ პირველივე ტურში იგებს კალაძე. აი მოდი ესეთი დაშვება გავაგე. თუ ვერ მოიგებს, მაგაზე მე კიდე ცალკე რა ვიცი, იმედი შევხვდებით კიდე თქვენი პარტიის წარმომადგენლები, თქვენი კოალიციის წარმომადგენლები. კუპრაძე გადავიდეს მეორე ტურში. მე ეგ მესმის, მაგრამ აი მოდი განვიხილოთ ეგეთი მოცემულობა, მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რომ დავუშვათ. ყველაფერი მასალაა. აი 20% აქ 20-დან 25%-მდე აქვს ახლა თქვენი შიდა კვლევებით ქართულ ოცნებას მხარდაჭერა. ისე რომ აღმოჩნდეს, რომ პირველივე ტურში კახა კალაძემ გაიფორმოს გამარჯვება. ეს იქნება თუ არა თქვენთვის სიგნალი იმის რომ ევოლუციური ცვლილებები ამ ქვეყანაში უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელი რომ ამის სიგნალი მე გეტყვი რა იქნება მაგაზე. იქნება ის რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ და რო არ მოხვედით, მაგითო მოიგო კალაძე. არა, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მზად. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ მზად და კიდევ ბევრი გვაქვს საბრძოლელი იმისთვის რომ დავამარცხოთ ოცნები. მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ რომ 4 ოქტომბერი ვერ იქნება ოცნების დამარცხების დღე, თუნდაც იმიტომ რომ ეს მუნიციპალური არჩევნებია და არ არის საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ 4 ოქტომბერი აუცილებლად იქნება ოცნების დამარცხების არჩევნებში თქვენ ამდენი პროცენტი აიღეთ. თუნდაც ამ გაყალბებული, იმიტომ გაყალბებას სუაკეთებს ქართული ოცნება, მე მინდა დინამიკას რო შევხედოთ რა. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში თქვენი პროცენტი რამდენია? წინაზე 21-ის მაშინაც დაახლოებით იქნება. ანუ თქვენ 4 წელი იბრძოლეთ, 3, მოდი ავიღოთ მუნიციპალურიდან საპარლამენტომდე. 3 წელი იბრძოლეთ, ეცადეთ რომ გაგეზარდათ თქვენი მხარდაჭერთა წრე, მაგრამ პოზიტიური დინამიკა არ გაქვს. მოდი დავაზუსტოთ. ამის მიზეზი შეგვიძლია დავაზუსტოთ პირველ რიგში ჩვენ თან მithumetes ნახეთ მუნიციპალურში 9 აიღეთ, რომელიც ზოგადად დაბალი აქტივობით ხასიათდება და საპარლამენტოში აბსოლუტურ რიცხვებში შეგვიძლია გავიხილოთ. ხო, აი გამიხილოთ აბსოლუტურ რიცხვებში, სწორი. თქვი იმიტომ რომ მარტო პროცენტული მაჩვენებელი ბოლომდე სწორს ურაც არ გვაძლევს, იმიტომ რომ ჩვენ 30000 ხმით გავზარდეთ 2021 წელთან შედარებით საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მონაცემები. დაახლოებით ჩვენი ხმების რაოდენობა 2021 წელს იყო 140000 დაახლოებით 170,000. ესმის, მაგრამ ნახეთ, ეგ ხო, აი მაგალითად მე რო ვიყო ეხლა თქვენი პარტიის წევრი, თქვა პოლიცაბჭოს წევრი, მე ესეთ რაღაცას წამოვაყენებდი, რომ მოდი ეს ჩვენთვის რაღაცა ცრუ მოლოდი, არა, ცრუ განცდა ხო არა, იმიტომ რომ მუნიციპალურ არჩევნებში აქტივობა ისედაც დაბალია ადამიანების, ეს არის ცვლილებების, სისტემური ცვლილებების მომტანი არჩევნები და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პარტიის
შედეგები რომ ნახოთ ეხა მუნიციპალურზე საპარლამენტოზე აუცილებლად იქნება იქ სხვაობა, უფრო ნაკლები იქნება მუნიციპალურზე ხმა და უფრო მეტი საპარლამენტოზე. ეს ბუნებრივად მომხდარი ფაქტი ხო არ იყო? ამაზე გიფიქრიათ რომ ეს არ ყოფილა თქვენი მუშაობის შედეგი, არამედ ეს იყო უბრალოდ ფაქტი არ მოგიმატა, უბრალოდ ბევრი მოვიდა. არა, უბრალოდ საპარლამენტო უფრო მაღალი მნიშვნელობის არჩევნებია და ბუნებრივად უფრო მეტი ადამიანი მოვიდა. არის ამაში ლოგიკა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივად მზომავთ ჩვენ სამორჩეველს და ჩვენ დინამიკაში ყოველთვის გვქონდა მზარდი, ანუ ჩვენი ამორჩევლის მზარდი მონაცემები ეს ყოველთვის იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევებსაც ეხდნობით თქვენ გადაწყვეტილებებში როგორც ეთერებიდან ჩანდა, ანუ ითვალისწინეთ. იქ მე თუ სწორად მახსოვს, თქვენი ამორჩევლების 40% წინააღმდეგი იყო ამ არჩევნებში ასეთი ფორმის არჩევნებში ერთად ლელოს და გახარიას მე მგონი ერთად. არა, მანდ იყო ესეთი რაღაცა ლელოსთან იყო 60 წინააღმდეგი და 40 მომხრე თუ არ ვსწრები და გახარიასთან იყო პირიქით 60 მომხრე და 40 წინააღმდეგი. ესე მახსოვს მე, შეიძლება ვცდები, მაგრამ საერთო ჯამში ის რაც ჩანს იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევებიდან დაახლოებით თქვენი სუმარული ამორჩევლების მინიმუმ 30, აი 50 არის, მაგრამ მოდი ავიღოთ 25% ნეგატიურად აფასებს თქვენს შესვლას ამ არჩევნებში. ანუ 342,000 ხმა გაქვთ. აი, რაღაც ნაცების და ქოცების წამოყვანაზე არ არის ლაპარაკი. თქვენ უკვე არსებული ამორჩეველი დაკარგეთ მინიმუმ სადღაც 80,000. ორივე ერთად. ყველა კვლევას პატივცემ და ყველა კვლევის მონაცემს ვითვალისწინებთ, მაგრამ ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი კვლევა არის ჩვენი პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენ სამორჩეველთან. და 340,000 ადამიანთან გაქვთ პირდაპირ კომუნიკაცია. აი ორი სიტყვით და ვიცით. რეგიონებში, აი პირდაპირ გეუბნებით, სრული პასუხისმგებლობით. რეგიონებში ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ამორჩევლის კლების იმის გამო რომ ჩვენ არჩევნებში შევდივართ და ბოიკოტში არ ვართ არანაირი მონაცემი. კაი, ეხლა მე ჩამოგიტარებ. შეიძლება იყოს გარკვეული რაოდენობა თბილისში და თბილისის ცენტრალურ უბნებში, მაგრამ მე საერთო სურათს ვერ შევხედავ. პროგნოზი მე მეცაც გეტყვით რომ არა მხოლოდ ჩვენი ამორჩეველი, არამედ სხვა პარტიების ამორჩეველიც გაცილებით მეტი მივა, ვიდრე ჩვენ ყველანი ვეღარ. რეგიონებში არ გვაქვს კლება. ეხლა მე ჩამოგიტყვით რამდენიმე რეგიონს მოდი გამოცანა გავაკეთოთ. სადაც კანდიდატურას ფორმალიდან გამომდინარე რა წინასწარ ანუ საგარეჯო გურჯაალი დედოფლის წყარო ყვარელითიანეთი გარდაბანი დვანისი წალკა დედოფლის წყარო ახალციხე ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ნინოწმინდა ონი ამბროლაური ჩემი რაჭა სადაც მერები არ ყავს ხო და იქ თუ თქვენ ესეთი მზარდი თუ არა ერთ იმაზე დინამიკა გაქვთ სტაგნაციული მარტივი პასუხი რეალურად არის მართლა ძალიან სერიოზული ზეწოლა ჩვენს კანდიდატებზე და ნუ რეალურად ამ რეგიონებში ნუ რეალურად ეს ხალხი ჩვენ დავიცავით და ნუ არ დავაყენეთ ეს არის ძალიან პოლიტიკური პასუხი და მე ხა ჩემ ვერსიას ვიტყვი და ვნახოთ მაყურებელი დაეთანხმება უბრალოდ ვერ იპოვეთ იმ რაიონში ისეთი წონადი კანდიდატი რომელიც დათანხმდებოდა კანდიდატობას და რომელიც B იმედი გექნებოდათ რომ რამის იზრდება. ნუ რა თქმა უნდა ხეს კანდიდატზე არის ყოველთვის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ნუ არის ხალხი ვინც უძლებს ამ ზეწოლას, არის ხალხი ვინც ვერ უძლებს. ან თქვენ ამბობთ რომ აი ამ რეგიონებში იმდენად მძლავრია ზეწოლა, რომ კანდიდატურის წამოყენებას ვერ ბედავს ხალხი. ჩემს გონში ჩვენერი ოფისი გაქვთ და წინა მუნიციპალურ არჩევნებში ყველგან ყავდათ კანდიდატები ყველგან ყავდა კი ყველგან ყავდა ანუ თუ ევოლუციური პროცესებს დავეყრდნობით აქაც გვაქვს დეგრადაცია დეგრადაცია გვაქვს იმ სიტუაციის გამო რაც არის შექმნილი ანუ ესე იგი თქვენი სამწლიანი მუშაობის შედეგი არის ის რომ თქვენ როგორც ანუ მე იმას კი არ გედავებით რატომ აი ზამეს ევოლუციის მომხრე ხარ თქვენ უბრალოდ შევაფასოთ ანუ ანალიზი გავუკეთოთ მე ვიქნები ვეცდები რომ ნეიტრალური ვიყო უბრალოდ აი კრიტიკულად ნეიტრალური ანუ 3 წლის მუშაობის მერე დავანებოთ რაღაცეებს თავი, უბრალოდ ადამიანები, რომლებიც თქვენი პარტიის წევრები არიან და მხარს გიჭერენ, ვერ ბედავენ კანდიდატურის წამოყენებას მთელ რიგ რაიონებში, საკმაოდ მთელი კახეთის რეგიონი, ქვემო ქართლი, ხო? რაჭა იცი რატო ხდება ეს არ მინდა ნიშნის მოგებით და რაღაც უბრალოდ წინა საარჩევნო პერიოდს არ დავარქვევ. შესვლა არ შესვლის განხილვის პერიოდი რო იყო თქვენგანაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ლელოსგანაც ალბათ მესმოდა სულ არგუმენტი რომ აი ამ რეგიონებს ესე როგორ დავტოვოთ ხალხო ცოდოები არ არიანო თითქოს ვინც არ შესვლის მომხრე იყო იმათ არ ეცოდებოდა ის ხალხი და საბოლოოდ მე შტაბ-ექცევამ შეება რომ თქვენი კოალიციის მიზანი
ეხლა არ ვარ ნეიტრალური, რა თქმა უნდა, თქვენი კოალიციის მიზანი ამ მუნიციპალურ არჩევნებზე არის კონკრეტული პოსტების მოპოვება და რაღაცნაირად არ ვიცი ამას პარტიის გადარჩენა და ვარქვათ თუ რაღაც პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩენა. კომპოზიციის ზედაპირზე ტიპი. მოდი პირველ რიგში ის თქვათ, რომ ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში გვაქვს პარტიული სიები წარდგენილი. ახლა რეალურად რაზეც თქვენ საუბრობთ ეს 24 მუნიციპალიტეტი. ეს არის ეხება მხოლოდ მერობის კანდიდატებს, მერებს და არა პარტიულს. კიდე ერთ რაღაცას გეტყვით და ბარი მოპასუხეთ. მერი უფრო იოლი მოსაგებია ვიდრე პარტიულისია. მოდი მან ჩავეძიოთ მაგ დეტალებს. ხო, თან ხო თქვენ ხო ერთ-ერთი მიზანი არის რომ ამ გამყალბებლების წინააღმდეგ დაიცვათ თან საარჩევნო ხმები. კი ბატონო. და ეხა შემისწორეთ, მე თუ არასწორად გავიგე ინფორმაცია, მაგრამ დაახლოებით ნახევარში. ადმინისტრაციებში წარმომადგენელი არ ყავთ. დაახლოებით ნახევარში შეიძლება ვთქვათ 2/5. წარმომადგენელი არ ყავთ საარჩევნო უბანზე. წევრებს გულისხმობთ, რომ წარმომადგენლები ჯერ კიდევ ინიშნება. ხო, კომისიის წევრები, ხო. კი ბატონო. აი პარტიულისები აი ერთი რამ ვთქვათ რა. ანუ ხო ჩვენ რაც დავიწყოთ ეს ძალიან საინტერესო საუბარი და მადლობა ამისთვის. ძირითადად აი ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ამის მოკლე შეჯამება არის, რომ ძალიან ცუდი და არასამართლიანი. არა, ამის შეჯამება არის სად მიდიხარ? ამის შეჯამება არის სად მიდიხარ და რომ ევოლუცია სად იძებნება ევოლუციის ევოლუციას. თუ ჩვენ ანუ ნახეთ თქვენ რაზეც საუბრობთ, ფაქტობრივად საკამათოც კი არაფერი გაქვს, იმიტომ რომ თქვენ აღწერთ სიტუაციას. ანუ სიტუაციის აღწერაში ჩვენ აი რომ ძალიანაც რომ მოვინდომო ვერც შეგეწინა. არა, ამ აღწერაში ვთქვით დაგანახოთ აბსურდულობა თქვენი გადაწყვეტილების. სანამ მაგას დამანახებთ, ჯერ ამაზე შევთანხმდით, ანუ კი, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ გეწინააღმდეგებით ვერაფერში, იმიტომ რომ ჩვენც კარგად ვიცით რომ ასეა. ეხლა საკითხი სხვანაირად დგას. ასე რომ არის. ანუ უთანასწორო პირობები რომ არის, საოცრად არასამართლიანი. დინამიკაში გაუარესებია. პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენი ამორჩეველი, რომელიც ყოველდღიურად დაშინების წნეხის, მათ შორის ინფორმაციული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ოცნების პროპაგანდისგან. ეს ამორჩეველი ისევ მარტო დავტოვოთ, აი იმედის და რუსთავიორის პირისპირ წინაშე. თუ ჩვენ ველაპარაკოთ მათ შორის არა მხოლოდ ჩვენ ამორჩეველს, არამედ ოცნების ამორჩეველს. ბრძოლის სხვა გზას თუ შესთავაზებთ, ეს მარტო დატოვება რატო გამოდის? ეს ჩვენი გზა არის, გიორგი. ანუ რეალურად ჩვენ, ნახეთ, მაგაში შეთანხმებით ვის სხვა გზა აქვს, ისინი მარტო არ ტოვებენ, ეგ არ დავუბრალოთ იმათ. ნუ კი ბატონო, მაგრამ ისინი თქვენ ამორჩეველს თავაზობთ ისევ იმ გზას, რომელმაც 3 წლის მანძილზე მოიტანა დეგრადაცია. დეგრადაციას ნუ დავარქმევთ ამას. დეგრადაციას იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში პროგრესი ვერ მოიტანა, იმის გათვალისწინებით რომ ოცნება გყავს და იქ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი პასუხისმგებლობის პარლამენტში მივიჩნევი თქვენი ოპტიმისტი ამორჩევლის როლში შევალ ახლა და კითხავთ აი რომ მოხვედით თქვენ ჩემთან კარდაკარზე და მეუბნებით რომ აი მარწმუნებთ რომ ევოლუციური ცვლილებები არის სწორი გზა, მე გეკითხებით რა ინსტრუმენტები დაგვემატა ევოლუციური ცვლილებებისთვის. ინსტრუმენტები. ხო, ოცნების ხალხში ვერ დაგვემატება ვერანაირი ინსტრუმენტი. კამერები არ მოგწონთ? კამერები ლელორას აწაკებს. ნუ კარგია და მისასალმებელია კი. თქვენ როგორ შეაფასებთ არჩევნებზე და კარგია და აი მაგალითად ჩვენ დავთვალეთ ირაკლისთან ერთად 500 საათი უწყვეტი ფირია გასაანალიზებელი, რომ პოტენციურად აღმოაჩინოთ კარუსელები. 500 საათი უწყვეტი ფირი. როგორ წარმოგიდგენიათ? ანუ თქვენთვის ეს ეხა რაღაცას გეტყვით. რეალურად შესაძლებელი ინსტრუმენტია. შეგიძლიათ არ მითხრათ. რაღაც დონეზე მე მაინტერესებს ხოლმე ზოგადად ბევრი ისეთი რაღაცა მაინტერესებს ზოგადად ნაწილობრივ პროფესიულ, ნაწილობრივ არაპროფესიულ, მაგალითად body language-ისთან დაინტერესებული ხოლმე და წეგან თუ შეცდომაში არ შევედით, თქვენ body language-მა ვითხარ რომ თქვათ თქვენს არ გჯერათ ამ კამერების, მაგრამ ნუ it is what it is. არა, სულ არაფერს ჯობია არის? არა, ნახეთ ახლა კამერების მჯერა ნუ რა თქმა უნდა. კამერებით იმის პრევენციის, ანუ კი ბატონო, იმიტომ რომ პრევენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს და სხვაგან არის ის საძებარი, კი ბატონო, ამაში გეთახმებით, მაგრამ კამერებიც იყოს ხო, ახლა რაც მეტი მექანიზმი გვექნება მით უკეთესი. მაგრამ მაინც აი კიდევ ერთხელ ვერ მივედი იქამდე რაც დავიწყე, ხო? ანუ უთანასწორობა, ხო? რეალურად ძალიან არასამართლიანი, ვიცით რომ ავტოკრატიული რეჟიმია პირდაპირ ვთქვათ, აი ყველაფრის კადრებელი ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და კიდევ ერთხელ გავიმებ. ყველაფრის კადრებელი რეჟიმი. ეხლა ჩვენ გვაქვს არჩევანი. რა გზით მივდივართ? ანუ მივდივართ ისევ არჩევნების გზით, მიუხედავად ამ უთანასწორობისა. თუ მივდივართ მშვიდობიანი დამხობა, იმიტომ რომ მეორე მხარეს რეალურად ეს არის, ხო? ანუ ეს მშვიდობიანი დამხობა ისმის, რომელსაც ახლა სადაც ჩაერთო უკვე გარკვეული პოლიტიკური მოთამაშე, იმიტომ თავიდან ჩვენ კარგად გვახსოვს რომ ეს პროტესტი იყო სრულიად სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტი. ჩვენ ამ პროტესტის, კი ბატონო, ამ პროტესტის გახარიამ გამოვიდა ტერმინი თავზე დაასვეს პოლიტიკოსებიო. ჩემთვის ძალიან სპეკულაციურია იმი არლიყის მიწებება 4 რიცხვის შეკრებაზე, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული შეკრება.
ძალიან სპეკულაციულია. ჩემთვის უბრალოდ ვერ ვიღებ მაგას და არც მე არ მივაყენებ იმ ადამიანების უდიდეს ნაწილს აი ამ შეურაცხყოფას, რომ მათ უთხრა, რომ თქვენ მიდიხართ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილ შეკრებაზე, ნამდვილად, მაგრამ ის რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ეს პარტიები ბედავენ ამ მოცემულობაში საცხეთ გაიხადონ საქმე და ერთი უკვე ზის მაგის გამო, ამ ვორდინგის გამო. ეგ ხო არ ნიშნავს რომ მათი ორგანიზაცია, ანუ უყურეთ დაითქვა თარიღი, ბუნებრივად თარიღი, ვიღაცამ თქვა, ანუ ხო არა პრესიმის ორგანიზაცია, რომელი პარტიას დაუშალა ვინმემ მაგალითად ეს დრო შეაიღოს და ატაროს მათთან ერთად. მათ ეს რისკი გააკეთეს, შემოვიდნენ ამ ფსონს, ესე ვთქვათ, ერთი უკვე ციხეში მეორე ეს მეორეს დაიჭირეს. მაგაზე გულახდილად გეტყვით, რეალურად მე არ ვიცი თქვენი პარტიის იდენტიფიცირებადი სახეები ბოლოს როდის იყვნენ აქციაზე, იმიტომ რომ მე არ შემხვედრია, მაგრამ რეალურად ხალხის დაკვეთა არის, დიდი ნაწილის დაკვეთა არის, რომ ესე გამოვიყენოთ სიტყვა გამწვავება, გამწვავების გარეშე როდემდე უნდა ვიყოთ. ეს დაკვეთა დაინახეს იმათ, შეიძლება მაგაში დაგეთანხმოთ. მე მათ შორის პოზიტიურსაც ვიტყვი რაღაცას თქვენი მისამართით რა, პირობითად მე სულ ვიძახი, 1-3 ეთერში მithქვათ, დღეს კიდევ გავიმეორებ. გახარია იყო ერთ-ერთი არა ალბათ პირველი, რომელმაც ეს აპარატების თემაზე გააკეთა ბრიფინგი. მაგაზე მინდოდა როგორ გაყავდა ამის შესახებ იცით კარგად. აი ამ ბრიფინგამდე თქვენი პარტიის პროკურატურამ წაიღო და დამოკრატურა არჩევნებამდეც თქვენი პარტიის ერთ-ერთმა გულმხურვალი მხარდამჭერმა სახელდაგვარი არ უნდა თქვა ასეთი ამბავი მომიყვა, რომ ჩვენმა პარტიამ, იმიტომ როგორც ჩანს, ნანახი ქონდა ბატონ გიორგისაც ეს ყველაფერი, როგორ ხდებოდა პირადობის მოწმობებით, სხვისი პირადობის მოწმობებით კარუსელების ტრიალი. ამის ინფორმაცია მე მქონდა არჩევნებამდეც, რომ ესე ხდებოდა. ოღონდ ხა ელექტრონული ამ მასშტაბის და ამ რესურსის თუ იყო ეს მე ხა იმ მომენტში არც საარჩევნო კამპანიაზე მიფიქრად არაფერი. თქვენ აი ახლა ხო ვიცით. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მაგრამ თქვენ პარტიაში რაღაცა რო საუბრობთ, ალბათ ამაზე განხილვა ქონიათ. კარგად იცით რა ინსტრუმენტია ეს ქართული ოცნების ხელში. ირაკლისას ვკითხე. აი მაგალითად თბილისის кейსი განვიხილოთ. თბილისში არის 1,282,000 ამორჩეველი. აქედან ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისში არჩევნებზე იყო 470, მოდი 500,000 იყო მოსული. ანუ 680,000 პირადი ნომერი ქართული ოცნების ხელში რჩება კარუსელის დასატრიალებად. აი ამ მოცემულობაში არჩევნებში შესვლა მოსაგებად რამდენად არჩევნები მოსაგებად, აი მართლა არ ვჯერა რომ ვინმე მეორე ტურები უნდა დავნიშნოთ. არ დამცალდა რომ ავხსნა რა. მოდი მოვუსწროთ მოგებას რას ვეძახით, ხო? ანუ კარგად გვესმის რომ აი ესეთი ვითარება ამაზე ვთანხმდებით. ანუ სიტუაციის აღწერის ნაწილში ჩვენ საკამათო არაფერი გვაქვს, ხო? უთანასწორო ბრძოლა. მოგებას კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვეძახით იმას რომ ოცნების ელექტორატი არის დასასუსტებელი. და ის პროცენტული მაჩვენებელი რაც დღეს აქვს, ახლა 44-ია, 40-ია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრად კიდევ ნაკლებია და სადღაც მაქსიმუმ 35%-ის ფარგლებშია. ეს არის შესამცირებელი. ეს არის შესამცირებელი, მე ადრეც მithქვამს და მინდა კიდევ ერთხელ ესეთი ფაქტი ახსნა, რატომ გვაქვს ჩვენ ყველა კვლევაში ევროპული მომავლის მომხრე ხალხის რაოდენობა 80-20-ზე რატო ჯდება, ხო? და სად არის ახსნა და რა არის ახსნა იმისა, რომ მხოლოდ 20%-ია ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგი და ამ დროს ოცნებას მაინც აძლევს ხმას 35-40%, ხო? ეს რეალურად გადის ისევ პროპაგანდის და ისევ საზოგადოებრივი აზრით манипуლირების ხარჯზე. დღესაც აი ამ განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში ბოდის ჩაგეკითხებით არ მინდა ამდენი რაი დავასრულებ ამას, რამდენი რამე დააშავა ოცნებამ, მაგრამ არის ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ოცნების პირობებში მაინც შესაძლებელია ევროპაში, დასუსტებაზე, ანუ თქვენ არჩევნებში მიდიხართ ოცნების დასასუსტებლად. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის პროცესი. 260,000 და პოლიტიკა თავისთავად არის ევოლუციური პროცესი. მესმის, თქვენ ჩემი და გიორგის არ იყოს ნაწილობრივ იდეალისტი ბრძანდებით, ესე იგი, არ ვიცი. არა, იმიტომ ნახეთ ახლა როდესაც ახლა პირობითად თქვენ შეიძლება მეც მითხრათ რომ იყავი საკრებულოში 4 წელი და რა გააკეთა. არა, მაგას არ გეუბნებით. მაგას მინდა ჩაიკითხოთ. აი ეს 10%, რომელიც თქვენ გაქვთ უხეშად რა, აი 12 იყოს, შეგარგოთ ღმერთმა, იმათ 13 კონდეს ლელოს. თქვენი 25%. კი ბატონო, ჯამში. რომელსაც ახლა დადებთ. ну წინასწარ შეფასებებით ასე მოხდება, ხო? რანაირად ასუსტებს ეს ოცნებას? თქვენ ამით მიდაპირ მეუნებით 2008 წლამდე აქ არაფერი არ მოხდება. ის 2 წელიც გიორგი ახარ იქ იჯდება იმ სასტუმროში. ძვირი არ ჯდება ის ნომერი, არ ვიცი საძის კიდე მართლა.
აი, მოდი აი მე მივხვდი რასაც ამბობს. მოდი აი მე მივხვდი რასაც ამბობს. მან 28 წელი ეგ დავაფიქსიროთ. ეგ დავაფიქსიროთ ციფრულ კვალში. ქართულმა ოცნებამ წინა ვაკეთებ ოღონდ უფრო გაშლათ. ქართულმა ოცნებამ წინა მუნიციპალურ არჩევნებში, კი არა და საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ნაწილში მიიღო 260,000 ხმა. ანუ თქვენ ჩათვლით გამარჯვება თუ ამ 260,000 ხმას მოაკლდება. მოაკლდება, კი ბატონო. შეუმცირდება ელექტორატი ოცნებას. მოდი ესეთი რამე, ეხლა აქ არ მაქვს ის არ ვიცოდი ხო ეს იქნება თქვენ პასუხი არ მაქვს მუნიციპალურ არჩევნებში მანამდე თორნიკეს მივცემ მე შემდეგ კითხვისას მე მოვძებნი. 260,000 ხმა საპარლამენტოში აიღო ქართულმა ოცნებამ. ეხლა ვნახავ თბილისში რამდენი აიღო კახაკალაძემ წინა არჩევნებზე. ანუ იმაზე ნაკლები უნდა აიღოს რომ თქვენ ჩათვალოთ რომ გამარჯვება წინსვლა ევოლუცია კი ბატონო ოკეი გააგზავნე შენ თორნიკე მე მოვიძებნი ანუ ლოგიკურად ეხა იქამდე მივდივარ რომ რაღაცა დასუსტება გამოიხატება 5% იქით აქეთ ხო მე მეტი რა უნდა შეიცვალოს გამარჯვებებზე და ამით ესე იგი 2028 წლამდე მივდივართ არსებული სტატუს კოდი მინიმუმ არ მივდივართ ჩვენ არ გვინდა 2028 წლამდე ამ სტატუსის შენარჩუნება სხვა ვარიანტია ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ რომ მესვლელები მოხდეს მეტი არჩევნები ხო აღარ არის რამე ხო არ არის ხო არ მახსოვს რაც ნახეთ ჩვენ მარტო არჩევნებს ხედავთ გზად თორნიკე ჩვენთვის თავარი არის რომ პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში ბოლო ერთ მაგრამ ეს თქვენზე არ არის დამოკიდებული სამწუხაროდ შექმნილი 258 კახაკალაძეს აღებდა გავიგე მესმით რომ მეც მაგ ექსურვი არ და ყველა მე საერთოდ არ ვსტომ არ ვიდა ეხლა მინდა ვიყო და ბარსელონა პესაჟეს ვიყურებდი ყველა პოლიტიკური ასე ვთქვათ პლატფორმიდან ხო პარლამენტიდან ეხლა მინდა რომ საკრებულოებიდანაც ამოვარდეს და ასე მაგრამ მე როგორ ხედავთ აი თეორიულად ვთქვათ ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი მითხარით თქვენი 2028 წლის არჩევნებამდე მაშინ სხვა არჩევნები ხო არ არის რამე ხო არ მოვიწყდება მეგონი არაფერი აღარ არის. ხო? და ანუ თქვენ თუ მხოლოდ არჩევნებს ხედავთ ხელისუფლების სრულების გზას. კი ბატონო. და არ მოგწონს ეს რევოლუციური პროცესი თუ სიტყვა დამხობა მაგაზე აღარ ვილაპარაკოთ. ანუ მაშინ გამოდის რომ 22 წლამდე სტატუს კო ნარჩუნდება, თუ არ ნარჩუნდება როგორ? ჩვენ ვაგრძელებთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებს. მოთხოვნას, როგორ მოთხოვნას? ბრიფინგები და ყველანაირად მოთხოვნას. აი წერა მართლა დაგისვით კითხვა, ბოლოს როდის იყავით აქციაზე? თუმცა აქციების ნაწილი ვართ, თორემ პირველივე დღიდან, რა ვიცი, მე პირადად პირველივე დღიდან იყავით ბატონი გიორგიც იყო, მაგრამ იმის მერე გამოხდა ხანი, მაშინ თქვენ გადაკეთეთ განაცხადი არჩევნების შესვლასთან დაკავშირებით და სულად არ გამიგოთ, მაგრამ აღარ მიგესულებათ იქ. მართლა ხო ვისი არავის გადასაწყვეტი არ არის სად მიგოსლება და სად არა. და რატო არ მიდიხართ თქვენი გადასაწყვეტია? მივდივართ, იმიტომ რომ ამ აქციამ მიიღო ის სახე რაც მიიღო. იმიტომ რომ ჩვენ რა სახე მიიღო? აი 200-300 კაცი რო დგას ხოლმე წვიმიან ამინში. იმასაც იმაზე არ არის საუბარი. ბოლო პერიოდში 4 რიცხვი დაანონსდებოდა ლევაკაბეიშვილის მიერ, მანამდეც არ ჩანდი. არა, როცა განცხადება გააკეთეს რომ შედიოთ არჩევნებში, იქიდან წამოვიდა იმ ხელა უკმაყოფილება, ვინც იქ დადის. ბატონო წამოვიდა და ხა პატივისცემთ ამ ხალხის პოზიციას. ხო, ნუ რეალურად ამიტომაც რეალურად ხო პატივისცემთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ახლა ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია იმისთვის რომ პოლიტიკურად ვიბრძოლოთ. რომ პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. გავიგე, აქ სადღაც მოვედით, გავაგრძელებთ ბრძოლას და როგორ გავაგრძელებთ? ანუ ეგ იყო ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა მაყურებელსაც ხონდა მათ შორის. მოდი ცოტა გავაკეთილ შობილებ იმ პოსტს ერთ ჩემ ფრენდს ეწერა და რაღაცნაირად უნდა დავსვა ირაკლისთანაც ვაპირებდი, მე გავიგზავნა ლაპარაკი. ესეთი პოსტი ეწერა და ახლობით მე ხო ვორდინგს შევცვლით, თორე ცოტა ცენზუროთ ეწერა. საპარლამენტო არჩევნებამდეო რა ჯანდაბაზე ვერ შეთანხმდენო ლელა გახარიაო და როცა ამ ხელამ დაკვეთა იყო საზოგადოებიდან შეთანხმებაზეო და ახლა რა ჯანდაბაზე შეთანხმდენო. კი ბატონო, ნუ კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა მაშინაც შეთანხმება, მაგრამ ნუ ყველაფერს თავის დრო აქვს რა. ხო ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ნუ მაშინ ვერ მოხერხდა, ახლა მოხერხდა. ეს უკვე გარკვეული პროგრესის მაჩვენებელი არის. და რა შეიძლება იყოს კიდე ერთი წყალგამყოფი თქვენ შორის, რა შეიძლება ვეღარ შეთანხმდეთ და იჩხუბოთ. არ ვიცი. აბა გეტყვით მაგ თეორიას. კი ბატონო. პირველ რიგში ვიკითხავ თქვენ როგორ უყურებთ პარლამენტში პარლამენტში არ შესulis ბოიკოტში ხარ ასე იმყოფება თქვენი პარტია. ეს ბოიკოტის შეცდომაა თქვენი აზრით? ვიცი რას გულისხმობთ გახარიას ინტერვიუს გულისხმობთ ხო? ანუ მაშინ მან თქვენი აზრი გითხეთ ამ ჯერ. არა კი ბატონო ხო, ანუ რეალურად ბოიკოტი, მას არ თქვით რომ ბოიკოტი იყო შეცდომა. საპარლამენტო. ხო, არა, მან თქვა რომ მანდატების დატოვება იყო შეცდომა. აი რო არ დაგიტოვებინათ აი ინსტრუმენტებზე მანდატების დატოვება კითხულობდა ჯერ პასუხი ვერ მანდატების დატოვება იყო აი მანდატები და პოლიტიკური შეცდომა ხო? თქვენ თუ არ გეგმავთ შესვლას. კი ბატონო. ანუ ფული ტყილა დაკარგესო ამას გულისხმობდა მარტო? არა ფული რა შუაშია. ანუ ინსტრუმენტს მოგცემდათ. ანუ გავლენა გადაწყვეტილების მიღების არანაირი ბერკეტი. მოკეთ რაგანს მარტივად ინსტრუმენტს რაგანს ხובה თქვენს და ლელოს შორის ლელომ დატოვა მანდატები თქვენ არ დატოვოთ ორივე ხართ ბოიკოტი. ოპოზიციისთვის მაშინ არასდროს არ აქვს მნიშვნელობა. არა, კითხვა
ჩემი ძალიან კონკრეტულია. ამოცემულობაში გიორგი ერთი წამი შენ მე არ მისმენ, მან დიყურეთ ცოტა ხანი. ყოველთვის არის უმცირესობაში და მას ერთ-ერთი ევალება რომ ხმა მოიღოს და გაპროტესტოს. ჩემი კითხვა არის ძალიან კონკრეტული. ნახეთ, ამ წუთას თქვენს და ლელოც ხართ ორივე ბოიკოტში. საპარლამენტო ბოიკოტში. იმას არა აქვს დათმობილი მანდატები თქვენ პრიპირიქით იმას დათმობილი აქვს და რა განსხვავებაა? იმას რატო ქვია შეცდომა? შეცდომა ქვია იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში ის მანდატებს ვერ იღებს. ანუ თქვენ საჭირო შემთხვევაში უშვებთ, რომ შეხვიდეთ. საჭიროება შეიძლება დადგეს მაშინ ეს ვითხარით. ამაზე საუბარი ჯერ ნადრეა, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ხომ გადაწყვეტილების გადახედვას და არც განეხილება ეს ჯერჯერობით. მე ისე გავიგე გიორგი ხახარიასგან, რომ ფაქტიურად აი რა შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ თქვენი 12 კაცი პარლამენტში მოხდება მუნიციპალური არჩევნების შევა. ვერ გეტყვით. ისე არჩევნების მერე გარანტიას გაძლევთ, რომ ეგრე იმ სიტუაციიდან გამომდინარე ვისაუბროთ რა შეიძლება განვითარდეს. ხო, ეგ გასაგებია, ასე საუბრობთ და COVID მარჩენებს. ეგ ნიშნავს, რომ შევდიხართ არა, უშვებენ, გასაგებია, რომ არ გამოვიჩინოთ. პოლიტიკურ ბოიკოტში როცა ხარ და მანდატები ჩახსნილი და სია ჩახსნილი როცა არ გაქვს, ეგ თავის ხო, ანუ გასაგებია. ჩვენ როგორც არ უნდა ვისაუბროთ, გასაგებია, რომ ეს ამას ნიშნავს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამ გადაწყვეტილების გადახედვას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. თქვენ პარტიაში თუ შეგიძლიათ გულახდეთ, მითხრათ, როგორი ფორმით მიიღება? მაინც საზოგადოებას ძალიან დიდ ნაწილს აქვს განსა და კი არა დარწმუნებულად თქვენ ხარდამჭერები დიდ ნაწილს აქვს განსა და ერთპიროვნულად გიორგი ხახარია იღებს მაგრამ არანაირად პირიქით თუ რომელიმე პარტია არის აი მაქსიმალურად შიდა დემოკრატიის კუთხით განვითარებული ალბათ ერთ-ერთი თუ ერთ-ერთი ამიტომ ახლა ჩვენ თქვენი რამდენიმე ლიდერი რომელია მაგაზე უნდა მეკითხა და ბარემ ვკითხავ. კი ბატონო. ზოგი მეგონი პირადი მიზეზებითაც არის, მაგრამ ბარემ გითხარით, არ მართლა არ ვიცი. მეზურიშვილზე გვაინტერესებდა, იმიტომ რომ ესეთი გამორჩეული სპიკერი იყო თქვენი, ლილუაშვილზე გვაინტერესებდა და აი მე ბიჭი სახელი გვარი დამოვიწყდა დაუშვილი. დაუშვილი რა იყო? ხო, დაუშვილი მიშა დაუშვილს გოლს. ხო, ეს უცბად რაღაცა აღარ ჩანან. არა, უცბად იმიტომ რომ ნუ რეალურად იყო ეს ბოიკოტი და ნუ ხალხს თავისი პროფესიული ისა აქვს, ხა ნათია როგორც ვიცი, საზღვარგარეთ არის პროფესიული გადამზადების მოკლევადიან კურსზე და ან პირადი მიზეზებია სამივე. ბექას დაწესულა აქ არის და ასე შემდეგ. და ტელევიზიებში რატო აღარ ჩანს, აღარ უნდა? ნუ ხარ ვიცი ხა ყველა სტოპი შეიძლება და არა, რატო ხა ბექა ძალიან კარგი სპიკერია და პროფესიონალია. ასე დაწესულა ბექა ჩვენთან ერთად არის, ნათია ჩვენთან ერთად. უბრალოდ ესე გადაწყვეტეს რომ აღარ გამოჩნდეთ ეკრანებზე. ეს მათი გადაწყვეტილება. გასაგებია, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენებათ ქართული ოცნება. ეხლა რო შევხედეთ წინა მუნიციპალურ არჩევნებზეც და საპარლამენტო არჩევნებზეც ქართული ოცნება თბილისში ფიქსირებულ ამომრჩევლებს აფიქსირებს ყოველთვის რაოდენობას. აბსოლუტური რიცხვს ვიზახი. 260,000. დაახლოებით ერთ-ერთი. ხო, ეს საერთოდ არ გეჩვენებათ. ბევრი რამე გეჩვენება საერთოდ ხა ეს. ხო, ანუ ისევ 260,000 დააფიქსირებს. თქვენ და ლელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით 342,000 ამომრჩეველი ყავდათ. თბილისში რამდენი ყავდათ თქვენ და ლელოს ერთად? ხომ არ დაგითვლიათ. ჩვენ და ლელოს ერთად თბილისში დაახლოებით 100,000. ესე იგი 100,000 260,000-ის პირისპირ. იმ პირობებში, როცა იმასიდან ვიღაცები არჩევნებს წასვლის წინააღმდეგი არის. წინააღმდეგი არის მინიმუმ 20%. თქვენ ნუ შეიძლება თეორიულად თქვა რომ აი ახლების და ნაცების ამორჩეველი მოვა და ნაცების და ახლების ამორჩეველი წამოვიდა და მოვიდა მოგცათ თქვენ ხმა. ისევ იქ მივდივართ რომ რამდენ ხმას აი პროგნოზის სახით რა რაოდენობის აბსოლუტურ რაოდენობაში რიცხვებში გამოხატული რა რაოდენობის ხმას პროგნოზებით აი საიდან ავიღოთ 50,000-იანი რეინჯი. პროცენტულად ჩვენ ჩვენი პარტიის პირობებში პოლიტიკური ძალის ასე ვთქვათ პროცენტული მაჩვენებელი მე პირადად ვფიქრობ შესაძლებელია თამამად იყოს 25% ამარჩევნებს. რაოდენობა თვითონ ხმების დაახლოებით ამდენ ხმას. ხმების რაოდენობა იქნება იმაზე მეტი ვიდრე წინა არჩევნებში. 100,000-ზე მეტი. ეროვნულ ციფრებს გულისხმობ. თბილისში 170,000-ზე მეტი. თბილისში 100,000-ზე მეტი. განსხვავება 100,000 ხმაზე მეც აიღებთ თქვენ და ლელო ერთად, ანუ 100,000 ხმები ვერ ვნახავთ. რამდენად მეც, ანუ უნდა 150%-ით გაგეზარდოთ მხარდაჭერა. შენ ისე მოგებაზე მიდიხარ და ვერ ვიგებთ. პოტენციურად კახაკალძეს გაუტოლდეთ მაჩვენებლად. არა, მეორე ტური იქნება, მეორე ტური რო დაინიშნოს. მინიმუმ 150%-ით უნდა გაიზარდოთ მხარდაჭერა თქვენ და ლელომ ერთად. კი ბატონო. მაგის არავის არ ჯერა. მაგის არც თქვენთან არ ჯერა. მეორე ტურის ჯერა ნამდვილად დამეჯერეთ ღრმად წამს მეორე ტურის რეალური შანსი იქნება. მაგრამ მე ისე უბრუნდები იმ თემას, აი ძალიან გთხოვთ. დასუსტება და პროგრესი. ეს მათ ქვევინეთ, კი ბატონო, ანუ ასეც რომ იყოს, ამის გამო უნდა გავჩერდეთ? არა. ანუ ჩვენ პოლიტიკური არ უნდა გავჩერდეთ, ოღონდ არ უნდა გავჩერდეთ, ოღონდ მე მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. არჩევნებში რომელშიც უბრალოდ შანსსაც კი არ გიტოვებენ, რომ რამე გააკეთოთ.
ბრძოლის გზას მაინც თქვენი ყავით მედროშები ვინც ამტკიცებდა რომ ისე გააყალბესო. მაინც ბრძოლის გზას ეძახით. აი წავიდეთ ჩემი გადმოსახედიდან იმ ბრძოლაში შესვლა. აი ორი ბრძოლის გზა არის. ერთი ევოლუციური, მეორე რევოლუციური. თქვენ ამბობთ რომ რევოლუციურის არ გჯერათ. ევოლუციურში თუ არანაირ შანსს არ გიტოვებთ ოპონენტი ეს რესურსების ადამიანურისაც, ფინანსურისაც, ყველანაირსაც ტყუილი ხარჯვა ხო გამოდის? არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვუწევთ წინააღმდეგობას ოცნებას, ამ წინააღმდეგობის გაწევის პროცესში ოცნებას ვასუსტებთ. ანუ ქართულმა ოცნებმა თბილისში 260.000 ხმა თუ ვერ აიღო, ეს თქვენი გამარჯვება იქნება. გამარჯვება იქნება ნებისმიერი ის შედეგი, რაც დაასუსტებს ოცნებას. ოცნების ოცნება თუ არ დაასუსტეთ, ოცნება არ დაასუსტებს უკან დახევას. რო აღვიქვათ ხომეთანხმებით, იმაზე ნაკლები ხმა უნდა აიღოს, ვიდრე წინა არჩევნებში აიღო თბილისში. ანუ 260.000-ზე ნაკლები. მინდა უფრო ნაკლები. 260.000-ზე ნაკლები. თავად დარწმუნდეს, რომ მას აღარ ყავს იმდენი ამორჩეველი. მანცვლადია. ოცნების შეიძლება ნაკლები ხმა იყოს, რატო იცი? ოცნების ამორჩეველი ამიტომაც მობილიზებული არ არის. იმათ იციან რომ ოცნები არჩევნებს მაგაც სქემა აქვს კონკრეტული არ მაგაკეთებს, მაგრამ როგორც კი მობილიზაციის გარეშე ვინც მიდიოდა, იმას ნაკლები мотиваცია აქვს, იმიტომ რომ თქვენ და ლელო ხართ მარტო. ეხა წავიდეთ, ისინი რატო არ არიან? ეხა მე ვიცი რომ ცხელს კამზებს ვივარ, მაგრამ მეორეს რო დამიტოვეთ იმის რომ მეც დავსვა ერთი კითხვა რა. ცოტა მეტის ვისაუბრებ. ანუ ალტერნატივაზე რატო არ ვსაუბრობთ? ანუ ეს გავიგე ეს ყველაფერი რა. გავიგე რომ უთანასწორო პირობებია, გავიგე რომ რაღაცა რეალური შედეგების მოლოდინი შეიძლება არ გქონდეს. მაგრამ რატო არ ვსაუბრობთ ალტერნატივას? და ალტერნატივა რა არის? აი გეტყვით, აი ალტერნატივის შესაქმნელად თქვენს ესე ვთქვათ კოლეგებს სხვა პოლიტიკური კოალიციებიდან ჰქონდათ ასეთი წინაპირობა, რომ იყო თებერვალში თუ მარტში იყო უკვე დაყენებული საკითხი, რას ვაკეთებთ მუნიციპალურ არჩევნებზე. რაზეც თქვენ და ლელომ განაცხადეთ, რომ ეხლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის და ეს სუსის შემოგდებული თემაა. ჩემთვის მაგალითად ეგ პოზიცია პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ დროს იპარავდით იმისათვის, რომ მე ფაქტის წინაშე დაგეყენებინათ ანუ ამომრჩეველი თუ რავი ჩვენც მათ შორის საზოგადოება, რომ აი ესეთი ანუ უბრალოდ გაიყვანეთ დრო პროგნოზულად გასაგებიც იყო, როდესაც პოლიტიკური ალტერნატივა ვერ შეიქმნა ამის გამო პროტესტი მიიღებდა იმ ფორმას, რაც ახლა მიიღო, ანუ შედარებით იქნებოდა მცირე ზომის და უკვე თქვენ გაგიმარტივდებოდათ იმ პოზიციის გამაგრება, რა პოზიციაზეც ახლა გახართ. თქვენ რომ ეს ამისთვის არ დაგეძახათ სუსის მიერ შემოგდებული თემა, დამჯდარიყავით სხვა კოალიციებთან ერთად და თუნდაც დისკუსია დაგეწყოთ, რას ვაკეთებთ მუნიციპალურ არჩევნებზე ერთად, რაზეც ლაპარაკი ლელომ დაიწყო 2 თვის უკან. ამაზე ლელოს რო დაიწყო, ლელოსაც უთხარით ის, რომ დაიწყო თებერვალში და მარტში ამისთვის რო არ ეძახა სუსის შემოგდებული ინფორმაცია და ამაზე ლელო დამჯდარიყავით, ეს ხო უკვე პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის ცდელობა იქნებოდა და მე ეს ვერ დავინახე. სხვათა შორის მე და გიორგი დავდიოდით, გიორგი ციხიდან გამოსulis მე მანამდეც და ვცდილობდით ეთერ რომ დასხედით თქო გველაპარაკა. არასდროს მე პირადად არ ყოფილვარ მოღალატები არ მიძახნია თქვენთვის მართლა გეცოდინებათ ეგ შეიძლება გამიკრიტიკები ხართ მაგრამ არასდროს შეურაცხყოფის ზღვარს არ მივახლოვები ვარ და ანუ საბოლოოდ ჩვენი მიზანი იყო რომ ეგ უნდა დამსხდარიყავით თქვენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ინსტრუმენტები აგეწონათ თქვენ რომ მეკითხებით ლეგიტიმური კითხვაა ეგ რომ აბა აქეთ რა პროტესტისთვის რა ფორმა მიგვეცათ ეს მათ შორის პოლიტიკური პარტიების უნდა ჩართულიყავით იმიტომ რომ პროტესტი ხალხი გავით რუსთავეზე ვდგავართ ჩვენ არც მე ის არ მელაპარაკება ევროკომისიის ვიღაცა გიორგის რო ელაპარაკება ბატონ გიორგის ხო აი განცდებით ხო ვაფასებთ რაღაც აი ბოდი შეიძლება დავამატებ მაგალითად ამ მომრჩეველი რომელიც მეტნაკლებად მოძრავია და ნეიტრალური შუაშისტები დავარქვათ ანუ ხალხმა რომელმაც ხმა მიცა ლელოს და თქვენ პარტიას უფრო მეტად უმეტესწილად და რაღაც ნაწილი 4-იანი სამომრჩეველიც არის ასეთი არ ვიცი ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველი ხო ნახეთ მათთვის პროტესტის გაძლიერების წინა პირობა იმისათვის რომ ნდობა გაცოცხლდეს და мотиваცია გაჩნდეს იყო ამ 4 პოლიტიკური სუბიექტის ერთ გუნდად მოქმედება რაც ვერ დაინახეს და შესაბამისად გინდა ის მხარე იყოს, გინდა თქვენი მხარე იყოს, მე არ ვიცი, ორივე მხარეს რაღაც თავისი სიმართლე აქვს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ბოლომდე გახსნათ ამაზე ალბათ ოდესმე ვიღაცა 10-20 წლის მერე ილაპარაკებს, ვინ შეუშალა ხელმე. მაგასთან ლაპარაკიც ერთმანეთზე ჩხუბში გამოიხატება. ხო, ერთმანეთზე ჩხუბში და ერთმანეთისკენ თითების გაშვერაში. გახარია ალბათ ყველაზე ნაკლებად იშვერს ვინმესკენ ხელს თავიდანვე რაღაცა მოწყვეტილი იყო ამ საერთო იმას რა ქვია. კაი, მე ერთი ამ მინდა გავახსენოთ მაგასთან დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ ეს კარგად. ჩვენ მაშინ საჯაროდ დავსვით კითხვა.
ამ პარტიების მისამართად ვიზაც თქვენ საუბრობთ, ანუ ვინც ბოიკოტისკენ მიდიოდა და მაშინ იმ პერიოდში ლელოც სხვათა შორის ჯერ კიდევ იყო მოსაზრება რომ ლელოც კარგად მანიპულირებდა, ხო? მაშინ დავსვით კითხვა, ძალიან კონკრეტული კითხვა იყო, რას აპირებთ ბოიკოტის შემთხვევაში? ანუ გაგვაცანეთ რა, გეგმა გაგვაცანეთ, რეალურად რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემთხვევაში, როგორ ვითარდება საქართველოს პოლიტიკური მოვლენა? თებერვალში და მარტში ეს არ იყო. ხო, შეიძლება დროში ეს იყო მერე და მერე იყო. მერე იყო კი ბატონო, გეთახმებით, მაგრამ ეს კითხვა და როდესაც სავსე რუსთაველი იდგა რუსთაველზე, მაშინ რა იყო ფაქტორი, რომელმაც განაპირობა პარტიების დახლეჩვა ერთმანეთის? ნუ არ ვიცი, ხა შეიძლება არ იყო ჯერ მომზადებული სათანადო სიტუაცია, ხა მე პიროვნული უთანხმოებები პოლიტიკური ალტერნატივის შესაქმნელი საუკეთესო დრო იყო მეხუთე პრეზიდენტთან ეს დრო არის ქართლია და ესეთი რაღაცა კი ბატონო და ნუ ხა იქ რთულია რაზეც თქვენ საუბრობთ ამაზე შეთანხმება მაგრამ მე ამიტომ უბრუნდები ამ კითხვას რომ ჩვენ დავსვით ეს კითხვა ну შეიძლება ცოტა გვიან ვიდრე დაჯობდა უფრო ადრე დაგოსო მაგრამ დავსვით და სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე ბოიკოტი ნიშნავს დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობაში რასაც თქვენ არ ემხრობით ამაში ამიტომ აღარ შემოდივარ კამაჩი ანუ პირდაპირ დეკლარირებულად ამბობთ რომ ამ გზის არ მათაც ხოლმე უნდა კონდეთ გეგმა ანუ ისინი ხოლმე უხსნიდნენ ხალხს რომ აი როგორი ტიპის გეგმა წარმოგიდგენიათ დაახლოებით რომ პირობითად მარტში ვახდენთ რაღაცის პიკეტირებას აი რაღაცა გეგმა არ არის გავხსნი ну თუნდაც დაახლოებითი ხო ანუ აი რაღაცა იყო პოლიტიკური ალტერნატივა ეს გეგმა დაიდო პოლიტიკური ალტერნატივა 8 პარტიის რაღაცა ერთობის მცდელობა იყო მცდელობები სალომე ზურაბიშვილთან ყველა ეს მცდელობა მათ შორის იყო ლელოსგანაც კი მცდელობა ეს ტერმინი დაიცინა მაგრამ დავანებოთ ამ ტერმინს ანუ ალტერნატიული პარლამენტი ანუ პოლიტიკური ალტერნატივის ჩვენება ხალხმა ვერ დაინახა ვინ იყო ის გუნდი ეხლაც იგოს ვინც ლაპარაკობდა იმაზე რომ ცვლილებებს მოახდინა ამ ქვეყანაში და ეს იქნებოდა შედგენილი 4-ვე პოლიტიკური სუბიექტი. ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი დავავიწყო. არა, გვიანი როცა არ იყო, მაშინ რატომ ვერ დაიწყო საუბარი თქო, ეგ მაინც ეს პირველი უთანხმოებები დამეთანხმა იყო ყველასფრიდან. არ მარტო თქვენ რა თქმა უნდა არ ვიშორ დღეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვალი დავავიწყო და არგუმენტი. იმ კოლევებში რაც ჩვენ ვახსენეთ იაგო კაჭკაჭიშვილის და ასე შემდეგ მე ბოლო სვადი რაც მახსოვს ციფრი ქართულ ოსტების ამორჩევას რო კითხეს ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 70% ვატყოვკიო. ჩემთვის არის ეს ინდიკატორი, რომ იმათ უნდათ. რატო ქართულ ოსტების ამორჩეველი შეურაცხყოფას არ არის ჩემთვის ინდიკატორი, იმიტომ რომ ისინი განიხილავენ მოცემულობას ქვეყანაში ნორმალურად, ანუ ჩვენ ისინი თვლიან, რომ ქართული ოსნება იგებს, ანუ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან, რატო შეიძლება ეს კითხვა დაისვას. და შესაბამისად მაგიტომ ეს არა, ძალიან კარგად ხვდებიან, მაშინ ესეთი განხილვა იყო ესე, რომ შესვლა ლეგიტიმაცია. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მათი ამომრჩევლის შესახებ. მოდი, რეალისტური პროგნოზი. მე ხა ვიტყვი რეალისტურ პროგნოზს და მაყურებელსაც ჰქონდა კითხვა. და აი ამ რეალისტური პროგნოზიდან გამომდინარე რა სიზავთ თქვენ თუ გაქვთ უკვე პასუხი. ეს რეალისტური პროგნოზი არის რომ იმაში არ წავიდეთ რაღაცა რა გვინდა რა არ გვინდა რაღაცა პროცენტს აიღებთ 20-დან 25-მდე ვთქვათ მიგისურებთ 25-ს მეტი რა ვქთო ამაზეც მომხდება არ ვიცი ამას მოხდება არ გისურვებთ არა აი კონცეფცია რეალისტის მე მოგებასაც ისურვებ ხო რეალისტური პროგნოზი რაღაც ამას აიღებს უსებს ყველაფერი ასევე რეალისტური პროგნოზია ნუ მიწყენთ მაგრამ სავარაუდოდ 1-2 გამონაკლისი სადმე თუ მოხდა არ ვიცი მაგრამ მე მგონია რომ მერებს ვერ გაიყვანთ ეს არის რეალისტური პროგნოზი იმისი არ იყოს ანდერდოგმა შეიძლება აი ხა ფეხბურთში ვიღაცა რომ აუთსაიდერია მოიგოს მაგრამ ნუ პოლიტიკათად არ გავს ფეხბურთს ხო და ამ რეალობაში მოკლედ აი პირობითად აიღეთ რაღაცო მე 4-დები საკრებულოების ან მე-5-დები შედიხართ თუ იქაც ბოიკოტს აცხადებთ პარლამენტივით აი ეს არის მაყურებლის კითხვა ბევრჯერ გაჟღერდა ნახეთ ჩვენ როცა ვამბობთ რომ პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკურ პროცესში რეალურად ბუნებრივად და ლოგიკურად იგულისხმება რომ შევდივართ ანუ ამ არჩევნებშიც იმიტომ მივდივართ და ამ ხელაცემებს იმიტომ უძლებთ ამ გადაცემის ჩათვლით რომ შევდივართ იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ პოლიტიკური პარტიის ვალდებულება არის იყოს თავის ამორჩეველთან ერთად და ის ამორჩეველი მარტო არ დატოვოს და ყავდეს ღირსეული წარმომადგენლები მათ შორის საკრებულოში აი ახლა ეს კითხვა წამოვიდა ეხლა რო ხართ საკრებულოში რა საკეთებთ მაშინ არ მინდა დამკითხო ყველაფერს რაც შეგვიძლია ყველაფერს რაც შეგვიძლია პოლიტიკური პროტესტის ყველა ფორმას ვიყენებთ ხო და ეს რა შედეგს ევოლუციურად შედეგს რა შედეგი შეიძლება დადოს. გვესმის რომ შეიძლება ამას არ მოყვება სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები
არ პოლიტიკური ელექტორალური წარმოყვება 260,000 აიღო 21-ში, 260 აიღო 24-ში. ანუ თქვენ ვერ აღწევთ ქართული ოცნების ამორჩევლობის რაოდენობრივ კლებას. დავანებოთ თავი მოგებაწაგება, თქვენ რასაც განიხილავთ ევოლუციად ეგეც ვერ მიიღწევა. იმიტომ რომ საქმე გვაქვს ავტოკრატიულ რეჟიმთან. მაქედან გამომდინარე თქვენი გამოხატვის ნახეთ, თქვენი ხო რეალურად როგორც ოპოზიცია, ანუ უმცირესობაში მყოფი, გინდა პარლამენტში, გინდა საკრებულოში, თქვენი ერთადერთი ბერკეტი არის ერთი, რომ ამხილოთ ხელისუფლება რასაც აკეთებთ, მეორე ეს მიიტანოთ მაქსიმალურად ფართო მასებთან და მეოთხე ეს მიიტანა გააკეთოთ მათ შორის ისეთი ინსტრუმენტებით, რომელიც დღესდღეობით არის ყველაზე ანუ ტელევიზიის გარდა სხვა არხებითაც. ბატონო, რასაც ასევე ვაკეთებთ. ყველა სამივეს აკეთებთ. და შედეგი გვაქვს ესეთი 20-21-დან 20-24-ის ჩათვლით არანაირი დინამიკა ამას არ აქვს. თუ შეგიფასებიათ რა შეიძლება კიდე გააკეთოთ, აი ეს ინსტრუმენტები არ მუშაობს. რაოდენობრივად თქვით რომ ქონდა ჩვენ შემთხვევაში 30. არა, თქვენ აქ მოდი მათ ის დაშვება გავაკეთოთ, რომ მუნიციპალურის და საპარლამენტო სხვაობა იყო. ჩაბეტონებულ თქვენ როგორც აიდენტიფიცირებთ თქვენს აი მოგებათ რასაც ჩათვლით, ანუ ქართულ ოცნებას მოვატეხავთ ამორჩევლებსო. ვერატეხავთ, ანუ 20-21-ში და 20-24-ში ქართული ოცნების ამორჩევლი თბილისში იყო 260,000, 20-24-შიც იყო 260,000. ანუ ამ ინსტრუმენტებმა არანაირი შედეგი არ მოგცათ. რამე ახლის დამატებას აპირებთ ახლა რომ შეხვათ, კიდევ რა გაქვთ გეგმაში ამათ გარდა. ესენი შედეგს არ დებენ, ფაქტია. ან ესენი უნდა უფრო გააძლიეროთ და თუ უნდა გააძლიეროთ, როგორ აპირებთ ამას და თუ რამე უნდა დაიმატოთ, რას ამატებთ ეგეც რო. პირველ რიგში ჩვენ უნდა გადავიდეთ, აი როგორ თქვა, ფეხბურთი ახსენე და კონტრშეტევაზე. კონტრშეტევა ეს იგულისხმება როგორც ოცნების წინააღმდეგ. 4-ში აიგო 4-ში. კი ბატონო, 4-ში და ნახოთ ახლა 4-საც ვისაუბროთ, იმიტომ რომ რეალურად ახლა ჩვენ გამოდის ისე თითქოს მხოლოდ ეს პრობლემა ამ ორი პარტიის, ხო, ჩვენი და ლეგოსიონების არჩევნების თითქმედიან და აქეთ რა ხდება და რამდენად მოხდა ამ საერთოდ მოხდა თუ არა ამ პროტესტის დისკრედიტაცია გარკვეული პოლიტიკური. გეტყვით, საერთოდ არ მოწონს უგაცები კანონერი ქურდების სახელებს რო ახსენებენ, მაგრამ არ არის პრობლემა. თუნდაც, კი ბატონო, თუნდაც, ხო? ხო და ამიტომ ამ ალტერნატივაზე როცა ვსაუბრობთ, მე ვიგულისხმე ზუსტად რომ ანუ ალტერნატივა რა არის, ახლა ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის ნაწილი ვიყავით, ყოველთვის ვიქნებით, მაგრამ როდესაც შემოდის აი ესეთი მათ დისკრედიტირებელი ფაქტორები, როგორც არის მათ შორის დისკრედიტირებული პოლიტიკოსები. აი პოლიტპატიმრებს ხარს უჭერთ. თქმა უნდა. პროტესტი ეს პროტესტი იყო გელახასაიას აღკვეთის ღონისძიების ესა რა ქვია პროცესი და აი რომ შევიდეთ ახლა გახარია საიძე ვერ ვნახავთ ვერც წინადადებას. გიორგი დამიჯერე პოლიტიკური პატიმრების ხარდამჭერი, ნუ არა 10-ობით განცხადება გვაქვს. აი მათ შორის გიორგი გახარიას ტვიტარზე და ასე შემდეგ. 10-ობით ამაზე. აი დღეს ტვიტერის უცხოელები შეიძლება. დღეს დაგვემატა ახალი პოლიტპატიმარი, აი რა. უცხოელებთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ. დღეს დაგვემატა. ისე მშვიდობიანი პროტესტი ვახსენეთ და მაგაზეც ბარი ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს გაკეთებული. კარგი, არა, აი ხლა ბოლო ორ კვირაში ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ირაკლი კუპრაძე კატებს ეფერებოდა, როცა ქუჩაში ხალხი გალახეს და სიტყვა საერთოდ პოსტიც კი არ ყოფილა. ბოლო, არა მას მე რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, არც ერთი თქვენთაგანის პოლიტიკურ გვერდებზე არ ჩანს არანაირი პოზიცია და სოლიდარობა ამ პროცესის მიმართ. არანაირი. მე პირადად ნულია. აი მესმის რომ შეიძლება 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის მიმართ არ გქონდეთ თანაგანცდა, მაგრამ აი რაც კამპანია დაიწყეთ თქვენს ციფრულ არხებზე პოლიტპატიმრების მხარდამჭერი და მithumetes დღეს როცა ახალი პოლიტპატიმარი დაგვემატა მოტეხილი ხელი ჩაუდეს ადამიანს, აი რა ვიცი დღეს მაჩვენეთ რა დაპოსტეთ და გავჩვენეთ. ნუ ახლა დღევანდელ პოსტზე ვერ გეტყვით, მაგრამ მე პირადად ვატარებ ბრიფინგებს ალბათ კვირაში მინიმუმ 2-ჯერ 3-ჯერ და ბრიფინგი არ არის, სადაც არ ვახსენებ იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერა, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტპატიმრებს. ახლა ამაზე ნუ ვიკამათებთ ახლა ამ თემაში მე შეიძლება შალვარამიშვილმაც ეგერ პოსტივის ეთერში შალვარამიშვილმაც ის ქნა რა ქვია დაგმო ძალადობა გელახასაიას შალვარამიშვილმაც კი დაგმო ძალადობაში გელახასაიას მე დაგმებული ვარ ჩვენი ეთერის მერე სოციმედიას ეტყვიან რომ ეთყობა თქვენ გაგეპარათ რომ რაღაცა უნდა დაგედოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აი პირველივე დღიდან იყო შემთავარი მოთხოვნა ისე მშვიდობიანი პროტესტი ვახსენეთ და ბარემ რაღაცა უცბად კითხვა გამიშთა წესით არ უნდა გამჩნეოდა ეს კითხვა მაგრამ რახან გამიშთა გავისურვეთ აი ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში აი თავის მაშხალების როლები რო იყო და გაწევ-გამოწევები რო იყო და ასე შემდეგ ჩემი შეფასებით ძალადობაზე პასუხად მაგას მშვიდობიან ჩარჩოებში ხედავთ თქვენ ალბათ ხო თუ ეგ გასული იყო მშვიდობიან ჩარჩოებიდან ეგ პროტესტის ეგ ფორმები აი მე მშვიდობიანი იყო რა თქმა უნდა
მშვიდობიანი. ანუ მოქალაქეებს, როდესაც მათ უწევენ უკანონო ბრძანების საფუძველზე და ძალადობენ მათზე, მოქალაქეებს აქვთ პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება. ანუ ამას ეთანხმება. კი ბატონო, რა თქმა უნდა ვეთანხმებით. კი ბატონო. და ყველა ის ამიტომაც თulit იმპატიმდებს უკანონო. მაშინ მოდი ესე ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც როგორც ცალკე აღებული ერთი მოქალაქე ესე ვთქვათ და დადიოდა იმ დროშით, რომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ ამ რეჟიმის დასრულება და ვიდგეთ მშვიდობიანად მანამ სანამ არ შემოგვიტევენ და თუ შემოგვიტევენ დავიცვათ თავი. ამ დროშით მოძრაობ არსად ლევან ხაბეიშვილს და არსად მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზატორებად, რომლებსაც მოიაზრებენ, არც ერთ სიტყვაში არ აქვს გაჟღერებული, თავს დავესხათ ვინმესო. შესაბამისად, პროტესტის დეკლარირებული ფორმა, რომელიც ამ პროტესტს აქვს, თუნდაც ეგრეთ წოდებული ორგანიზატორების მიერ, ჯდება თქვენს კრიტერიუმებში მშვიდობიანი პროტესტის. ხო, მაგრამ საზოგადოების აღქმებში დამჯერეთ ეს ასე არის. ხახები სიტყვა და მე დაგეთანხმებით, რომ სიტყვა დამხობა, მშვიდობიანი დამხობა არის ოქსიმორონი. მაგაში დაგეთანხმებით. ამ აღქმების შექმნაში თქვენ არ მიგიძღვნილი როგორ ფიქრობთ? ჩვენ რატო? როდესაც ვამბობთ, რომ იქ არ ვართ, ამას გულისხმობთ. ან რო ემიჯნებით. არა, ისე დაგხვდები სიტყვა გამოიყენა, ვინც გამოიყენა თავიდან, რომ უფრო ოცნებას მეტად დაემუქრო, ხო? მაგრამ დავარქვათ რევოლუცია. ერთი არის, რასაც ამბობ შენ, მაგრამ მეორე არის ამას როგორ იყენებს ოცნება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. კი ბატონო. ანუ ოცნება ამას. ოცნება რამეს ისე გამოიყენებს, თქვენ პასუხისგებლობის აღება სერიდებით და დისტანცირდებით? მე მიმაჩნია, რომ ოცნებას თავი არ უნდა გამოვაყენოს. თქვენ რომელს უფრო უსმენთ? ეს არის ძალიან მაგაში გეთანხმებით ნაწილობრივ ოცნებას თავი არ უნდა გამოვაყენოს. SMS-ის რომ ვიღაცა პატა ბურჭულაძეს რო არ ეთქვა სიტყვა ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა და ეთქვა მშვიდობიანი რევოლუცია, თქვენ იქ იქნებოდით ესე იგი. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის ნაწილი ვიყავით კი ბატონო და ვიქნებოდით. ამარ მიიღო ამას ძალადობრივი რადიკალი ძალადობრივი ნუ ხდა ელფერი მინიმუმ ხო აქვს. არა შეგვიძლია აი რომელი საქმაში ხალხის საქმაში ეხლა მე დავდივარ ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები. ხალხის თუ თქვენ ამბობთ რომ ხალხიდან ერთის მხრივ ამბობთ რომ ხალხისგან დაკვეთა ევოლუციის და მეორე მხრივ ამბობთ რომ ხალხმა შექმნა განწყობა ამის რა ქვია ძალადობრივი მოქმედების აბა ოცნებამ შექმნა ოცნახეთ დღეს ამ დაძაბულობას მუშაობს ოცნებამ რომ შექმნა ძალადობრივი ელფერი თქვენ ანუ დაუფრთხით ამას და გაიწიეთ პროცესი და ოცნება თვითონ არის დაინტერესებული რომ დაძაბოს წინასაარჩევნო მაგრამ მას ამისთვის სჭირდება საბაბი ანუ უნდა იყოს ვიღაც ვინც გამოდის გარკვეული პოლიტიკოსი უნდა არსებობდეს ვინც გამოვა და ამ საბაბს ოცნებას შეგიძლიათ ციტატა მოიყვანოთ რომელიმე პოლიტიკოსის რომელმაც საბაბი მისცა მშვიდობიანი დამხობა ხელისუფლების გადმობარება და ასე შემდეგ თარიღების დაანონსება დაკიდება მე საათი შემოვიდა კიდე 8 საათი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ამ კონტექსტის ნაწილია და ოცნება ამას იყენებს ეფექტურად ნუ თავისთვის ეფექტურად ანუ თქვენ ესე იგი ის განცხადებები ამით ცდილობს რომ გავიდეს ფონდს ორგანიზატორებად აღქმული პირების მიერ აკეთებული და პოზიციონირება თქვენთვის აღქმული არის როგორც ძალადობისკენ მოწოდება? ჩვენთვის აღქმული როგორც დისკები, რაც შეიძლება განვითარდეს რუსთაველის პოლიტკორექტული პასუხი. უფრო კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებ გიო. ანუ სერიოზული რისკები, რომელზეც პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს. ახლა თქვენ თუ მეტყვით რომ ვინმე დღეს არის პასუხისმგებელი. ანუ ურისკო თამაშებში მოძრაობთ მარტო თქვენ როგორც პარტია? პრაგმატული პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს რომ რისკები დააზღვიოს. მე მგონი ამაში რისკები დააზღვიოს და შევიდეს პრაგმატულობა პოლიტიკოსმა ისე დააზღვია რისკები რომ აქაც არ არის რომ ემად არ დაიჭო ხუმრობაა ეს. არა ხო მაგრამ ნუ აქაც რო არ არის ისიც კარგია რომ არ არის. და არ უნდა ჩამოვიდეს და არ უნდა დააჭიროს. მე მიმაჩნია რომ იქიდან გაცილებით ეფექტურია ვიდრე ახლა აქ იყოს და ემად შემოდეს პოლიტიკოსები, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც ევოლუციის მომხრეები, ევოლუცია ყოველთვის ჩემი გადმოსახედიდან, მოდი დავანებოთ თავი ქუჩის აქციებს. ევოლუცია გამოიხატება რეფორმებში, მათ შორის მტკივნეულშიც. მანდაც არის რისკები. ვიღაც ადამიანებს შეიძლება ფიზიკურად არ დაზიანდნენ, მაგრამ მათი ცხოვრებები შეიცვალოს რადიკალურად. კი. ხო და აი რა ვიცი ამ რისკებზე პასუხისმგებლობას როგორ იღებს? მაშინ ურისკო თამაშით თუ იმოძრავებთ, მაშინ რეფორმებს როგორ ჩაატარებთ? რისკსაც გააჩნია, ხო? რისკსაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ. აი მე მაგასაც გეტყვით, ნახე, ჩემთვის ახლა მაგალითად რისკს გააჩნია, როცა ჩვენ საუბრობთ არა მშვიდობიანი, ძალადობრივი რადიკალიზებული სამოქალაქო დაპირისპირების რისკების შემცველ განცხადებებზე და სცენარებზე აქ საზოგადოება, ჩვენი ქართული საზოგადოება გასაგები მიზეზების გამო ამაზე რეფლექსირებს ძალიან მტკივნეულად.
და ამას თავის მიზეზები აქვს ბევრი. იმიტომ რომ აი ეს მშვიდობა მაგალითად და იმ მშვიდობის დაპირება რის ხარჯზე ოცნება დიდწილად მოიგოს საინფორმაციო ომი მოდი ასე. კი, დღეს ამბობდა გახარია შენ რო აქედან დაუპირისპირე რევოლუციას და გაჯანყებას უარესად შეეშინდება ხალხსო. იმიტომ რომ ეშინია, იმიტომ რომ ხალხს არ უნდა დაპირისპირება. იმიტომ რომ ხალხი როდესაც მშვიდობიანი დამხობა როგორც კი ეს ტერმინი ისმის, რადიკალური. მე მაგალითად ვთვლი, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი ოცნება თვითონ არის რადიკალი და მას არანაირი უფლება არ აქვს ახლა ოპოზიციას უწოდოს რადიკალი. თვითონ არის რადიკალური ხელისუფლება ოცნება. და აი რომ დავასრულო რა მოდეშო. ამიტომ ამაზე რეფლექსირებს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ პოლიტიკოსებს მართებთ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა, ისეთი განცხადებები გააკეთონ, ისე იმოქმედონ, რომ ოცნებას ამაში ხელი არ შეუწყონ, გიორგი. იმიტომ რომ დღეს ოცნება ამაზე იყენებს სათავისო საკუთარი პროპაგანდისტი. თქვენ შედიხართ არჩევნებში, რომლის მიზანი არის რამე რაოდენობის ხმები დააკავოს. ხო. ხო, ამის საპირწონე არის ის, რომ თუ ჩვენ კი ბატონო ამ ალტერნატიულ სისტემას აქეთ არის სამოქალაქო დაპირისპირების რისკი და მეორე მხარეს არის თუნდაც ევოლუციური განვითარების არც თუ მომხიბვლელი სცენარი, რა თქმა უნდა ჩვენ ვამჯობინებთ. მე მაგ ესეთი წელიწადში 0 შედეგი. ევოლუციური სცენარი, რომელსაც 3 წელიწადში ქონა 0 შედეგი. რამდენიმე ეთერში ვთქვი ეს ფრაზა და მაინტერესებს რაღაც თქვი თუ დამეთანხმებით. ესეთი ფრაზა ვთქვი, არ დაუჭერივთ ამ ფრაზის გამო, შეიძლება მეც მე ხაბეიშვილივით ერთთვის დაჭერათ, მომდებათ მოტეხილს ჩაგიდებენ რა. მე ვთვლი თქო, რომ 4-შიც და ზოგადად საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს იქიდან გამომდინარე, რაც ქართულ მოსნებამ რეებიც აკეთა, ადამიანებს აქვთ ყველაფრის ლეგიტიმაცია თქო, ყველაფრის გაკეთების გარდა სხვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფისა მეთქი. ამ ფრაზაზე რას ფიქრობთ? ეგრეა თქვენი აზრითაც? ბოდიში ხდები. ანუ პროტესტანტებს, პროტესტის მონაწილეებს აქვთ ლეგიტიმაცია გააკეთონ ყველაფერი გარდა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფისა მეთქი. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ანუ ეხლა ჩვენ ადამიანური მსხვერპლის მაგის გარდა ბევრი რამე იგულისხმება. ვერ წავალ. ხო, მაგრამ მაგის გარდა ბევრი რამე იგულისხმება. კიდევ ვიმეორებ, ანუ ოცნება როგორ არჩევნები დამთავრდება. რეაგირებას გავაკეთოთ, აი გადავიდეთ არჩევნები, გადავფურცლოთ ეგ. აი არჩევნები რო დამთავრდება, თქვენ როგორც მშვიდობიანი პროტესტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები რა ფორმით აპირებთ ქუჩის პროტესტში დაბრუნებას და აპირებთ თუ არა საერთოდ ქუჩის პროტესტთან დაბრუნებას? გააჩნია. იქნება აღარ იყოს საჭირო მოიგო. არა, გააჩნია სიტუაციას. სადაც არ იქნება დაპირისპირების და რადიკალიზაციის რისკები, იქ რა თქმა უნდა თქვენ შექმნით ისეთი კერა, სადაც ეგ არ იქნება. ნუ რა ხო, შეიძლება შევქმნათ კიდეც. აქამდე გიფიქრიათ მაგაზე? არ გიფიქრია. იმიტომ რომ იცით რა არის ახლა ჩვენ მოდი ესე ვთქვათ რა, არ უნდა მოგვერიდოს ერთი რამის. ჩვენი პარტია ზოგადად თავისი ესთეტიკით, თავისი როგორ ვთქვათ, იდეოლოგიით, მენტალობით. ეხლა თქვენ რა გონიათ, ახლა მე არ ვიცი რა სტუდიაში ვარ, აუდიტორიები ყურებს და ძალიან დასწრებელია რომ მომდადით. ძალიან დასწრებელია. აბა მაშინ მშვიდობიანი პროტესტის მომხრანაირად. ეს რო დავასრულო. არ ვართ ჩვენ ქუჩის პოლიტიკოსები. მაგრამ აქვე დავძე ვამბობ, ჩვენ თქვენ თუ ჩემ ეთერს უყურეთ მაგალითად გვარამიასთან, იმასთან როგორ წავით ვიყავით თქვენთან მაინც თადიდერი არ ყოფილვარ მაგალითად. შეიძლება არ არის პრობლემა, ნახე. ანუ მე ვამბობ შემდეგ რამეს. მე არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ გამოვიდე და ვთქვა რომ არ ვარ ქუჩის პოლიტიკოსი. და ბოდიში და ამ გადაცემაში მე მგონი მოსულა ამას თუ ვიტყვი, არ მიტყდება ამაზე. მე მეგონა რავი ისე თვითონიდე და მაშინ მე მეგონა იტყვა და ყველა თავის ტრაქს ვიხე რაღაც მაშინ რანაირად ან ნახე მაშინ თქვენი ზედმეტად ძდილობიანი გამოვიდა. ეს ვერ გაჟღერებული ესეთი დებულება, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მშვიდობიანი პროტესტის მომხრე, რა ფორმაც ერგება. მაშინ სადაპირეთ მშვიდობიანად პროტესტირებას. ყველგან. აი კონკრეტულად. სადაც შეიძლება აი მე ვარ ვეგეტარიანელი და აქციას რომ ჩავატარებ ხორცი არ ჭამოთ ხალხო გამჭაში არა. სხვაგან სადაც შეიძლება იყოს პოლიტიკოსის ადგილი. საკრებულოს ფოიეში. საკრებულოს ფოიეში, საკრებულოს დარბაზში, პრესრუმში. რაში შეიძლება გამოიხატოს, აი მითხარით ორი მეთოდი, რომლითაც საკრებულოს დარბაზში ან ფოიეში ბრიფინგის გარდა შეიძლება თქვენი პროტესტი, ანუ როგორ გავიგოთ რომ თქვენ პროტესტი, აი თქვენ რომ ის ალე ყველისაშვილი ურტყავს მაინც მდინარაზე, თქვენ მაგასაც არის ზოგადად მე მინდა რომ სათქმელი მქონდეს რომ აი ამ წუთას ეხლა ლელო და გახარია არიან მშვიდობიან პროტესტში. აი რა ქმედება შეიძლება ესეთად განვითარდეს. ანუ
თქვენ ახლა გინდათ გამოიყვანოთ ისე, რომ თუ მაგალითად სადღაც არ ახდი, მაგიდაზე არ შემოხდი, არ გადახდი, შპაკად შეადაჭიქი, ანუ ვიღაცას მოშლა. ხო, არა, მაგიტო გითხებით, თქვენთვის პროტესტი რაში გამოიხატება თქო, ჩემთვის პოლიტიკურად ნაკლებად მწვავე. არა, მაგიტო გითხეთ, ჩემთვის პროტესტი სხვა რამეა, თქვენთვის სხვა რამეა, ამიტომ მაინტერესებს ამგვარი პოზიციონირების მქონე პოლიტიკოსისგან და პარტიისგან რაში გამოიხატება მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ მაინტერესებს, რომ მე სხვანაირად მაგათაც მე რას ველოდი, იცი, აი მაგალითად ხალხმაც რო იცოდეს რა, ხალხმაც რო კიდევ ერთ მაგალითად ვიქნებ, მაგალითად გიორგი ხარი როცა მივიდა წულუკიანის კომისიაზე თავიდან რა. მაგალითად მე რაღაცნაირად მოლოდინი მქონდა, რომ მივა და კითხვებს პასუხი არ გასცემს. პირში ეტყვის ისეთ რაღაცეებს, თქო, შეურაცხყოფას და გინებას არ გულისხმობ ხარ რა თქმა უნდა. დილობის ფარგლებში ისე განაძღავს თქო, რომ თვითონ იტყვი და აი დასრულებულია სხდომა. აი მაგალითად აი ესეთი პროტესტს ველოდი. არა, კითხვებს პასუხობდა ხა ეს არ იყო. რაღაც ნაწილში შეიძლება პასუხობდეს. რაღაც ნაწილში და რაღაც ნაწილში გაჩერდა ცოტა უცნაური. არა, მე პირიქით ნამდვილად კარგად მახსოვს, რომ ზუსტად ეგ და მე ცოტაში რომ ზუსტად მაგ სიტყვებით შევაფასე, რომ მივიდა მეთქი და პირში უთხრა სიმართლე თქო და შენ ახლა ამოფლო არ საინტერესო იქნება. არა, სიმართლე არ თქოს მეთქი ინსტანციურად რო ჩავთოთ გიორგი ხარია. გიორგი რის თქმა მე ჩავოსვლას ველოდი. აი ამას ახლა ამ ფორმებზე რატომ მეკითხები შენ? ანუ მეკითხები რომ რა იქნება ის რაც აი ისე დასუსტებას დასუსტებს ოცნებას რა ანუ რაც უფრო მეტად შეაჯანჯღარებს და ასე შემდეგ ხო აი პირდაპირ გეტყვი პოლიტიკური დებატით აი კითხვას დავსვავ რატომ არ მოდის ოცნება არასდროს მათ შორის საკუთარ მოედანზევე აი საკუთარ იმედზე საკუთარ რუსთავიორზე და შენ რატომ არ ჯდება მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ წამგებიან პოზიციაში იმიტომ რომ ექნება წამგებიანი პოზიცია ხო არც დაჯდება ანუ ეგ ინსტრუმენტი გამოცხადდა ჩვენ თუ ვაიძულეთ ოცნება რაღაც ფორმები როგორ დებატებოდით ისე რომ მაგან რამე შეეცვა აი საკრებულოში მაგალითად მე პირადად მქონია დებატები კი ბატონო და ცოტნეს კობერის გამოსვლებიც მახსოვს კი ბატონო ამიტომ კიდევ ამბობ რომ ანუ თუ ტელევიზიაში ვერ მოყავს, მაშინ პოლიტიკურ პროცესში უნდა მოიყვანო. ახლაც მართალია საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ კალაძე იძულებული ხდება სამწუხაროდ თქვენ საუბრობთ რეალობაზე, რომელზეც მე ვისურვებდი რომ ყოფილიყავ. არა, გასაგებია, მაგრამ ახლა მეკითხება გიორგი, რას აპირებთ პასუხობ რომ ამას ვაპირებ. ეს რეალურია. ანუ ჩვენ შეიძლება ისინი იმედზე ვერ დავსვათ, ამ რეალობაში ექჩანსით როგორი მე კი არ გავსარჯები ხა, მაგრამ ვიღაცები ამოჭრიან ახლა ამას. და იღადავებენ რომ რა დებატებზე საუბრობ საკრებულოშიო პოლიტპატიმრები ყავს და მოდი აი მან პოლიტპატიმრებზე რეჟიმი თქვენი გზა მოდი მივხვდი ხო ანუ დებატები ეგ მესმის ახლა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში როცა დებატებიდან გამომდინარე დებატი არის წინაც კი გავიგებდით მაგრამ დებატი ხო ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა დებატების შედეგად ქართულ ოცნებას ამორჩეველი არ აკლდება ეს ხო ნახეთ რიცხვებში ჩავიხედეთ ნახეთ დავანებოთ რომ არ ყოფილა დებატები სამწუხაროდ არა საკრებულოში ქონდა ქართლის არ იყო საკმარისი, კი ბატონო, ვაღიარებთ რომ არ იყო საკმარისი. და რატო არ იყო საკმარისი, რითი იყო გამოწვეული? თქვენი პასიურობით თუ იმათი რაღაც ხელი შეშლის? ნუ მათ შორის ტელევიზიების მხრიდან ნაკლები ყურადღება. ნუ აი იმედი არც ისე გაშხო. იმედი ისე იმ თქვენ მოგებულებათ იმა რო იცის რომ იმა რო იცის რომ იქ მოჭიდავეს გიორგი შარასიძე უჯდება დებატებში და იმ მაქსიმუმ მოჭიდაობაში რომ მოუგოს, სულ არ გაშუქებს იმ დებატებს. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ მეკითხება გიორგი რას აპირებს? არა, რაში გამოიხატება პოლიტიკური დებატი, ანუ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში ტელევიზია იქნება, საკრებულო იქნება თუ ნებისმიერ პოლიტპატიმრების ნაწილზე გადავიდეთ, თქვენი ევოლუციური გზა პოტენციურად რა მომენტში ეხმარება პოლიტპატიმრებს გარეთ გამოსვლაში? ოცნების დასუსტება გამოიწვევს ოცნების უკანდახევას და გაცილებით რეალური გახდება ჩვენ წამოვიყვანოთ ოცნება ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვიდრე რა კომპრომისზე ხართ ოცნების ბასთან მზად იმათ თუ შემოგთავაზეს სანაცვლოდ პოლიტპატიმრების გამოშვება. ეს კითხვა არ მქონდა მომზადებული ხა გამოჩნდა. ხო, აი რა არის. რამე ხო არა. რაში გაცვლიდით? რთულია ამაზე საუბარი. ალბათ მე კითხოთ იმათაც რამდენად უნდა ხო, რა თქმა უნდა თვითონ თავად კი ბატონო, თავად პატიმრებს, მაგრამ მოდი ეგ მაინც გეტყვით რომ ეს ჩემი რჩევაა რომ რამე ეგეთი თუ მოხდა ისე არ გადაწყვიტოთ რომ იმათ არ კითხოთ, თორე უარესზე არ მოგკითხოთ. მაგრამ მე რო პოლიტიკოსი ვიყო არ ვკითხავდი. პირდაპირ გეტყვი რა ვის მივიღებდი თუნდაც იმათგან თავდასხმას გინებას ყველაფერს გავიდოდა მე წლები და რა ვიცი საინტერესო პოზიცია ეგეც. არა მე რა ვიცი როდესაც მე რაღაც გაკეთებული ხო შეიძლება არასწორი ვიყო ადამიანზე დახმარება თუ გინდა უნდა კითხო რაში უნდა დაეხმარო მაგრამ როცა პოლიტიკოსი ხარ ჩემი აზრით და ევოლუციაზე ფიქრობ ეს შენი ამ გზაში ანუ ეს პოლიტპატიმრების გამოშვება არის ევოლუციაში გადადგმული ერთი ნაბიჯი ზევით
ესე ანუ თუ არის რა თქმა უნდა თქვენი პარტიის რაკურსით შემოვხედავთ პროგრესია. კი ბატონო, პროგრესია. ერთადერთი ხო ანუ ხო, მაგრამ ვერც მაგაში მაინც გაგეცვალა დამარჩენებში მონაწილეობა. სულ ისე რომ ვერც ერთი კონკრეტული ნაბიჯი თამას ვერ მიაღწევს სამწუხაროდ. ანუ რაღაცა პროცესის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ოცნებას გაიძულებთ, რომ აიგივე პოლიტიკური დებატის ფორმა არა, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ფორმა იქნებოდა პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმება. როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ არჩევნებში შესვლა და ყოველ შემდეგი არჩევნებისთვის ვემზადებითო, მომზადების ნაწილი იქნებოდა თუ არა, ან ცდილობა მაინც, რომ ქართული ოცნებისთვის დაგეყენებინათ კონკრეტული მოთხოვნები საარჩევნო კანონმდებლობასთან, საარჩევნო წესებთან დაკავშირებით. და ეს არც კი გაგიჟღერებიათ, ეს ირაკლისას ვკითხეთ. ანუ აი მოთხოვნის სახით, რომ შეცვალეთ ეს და ეს, გააკეთეთ ეს და ეს, დოკუმენტები გვაქვს სარგებლობრივი მაშინ. ხოდით გეთანხმებით, არის სხვა რამეს გეკითხება. რომ ისე არ შემოვალთო რა, εμას თორე მოთხოვნების, ნუ კი ბატონო. ან ჩვენ რაღაცა თავს შევიკა, ან დავფიქრდებით შემოვიდეთ თუ არა. ჩვენ არ წამოვიდოდენ და იმათაც ეცნებოდა რომ ექსპუნქტიანი გეგმა ქონდა, რასაც თქვენი ნაბრძოლის სახით ხომ მაინც დარჩებოდა, ანუ სულ ცოტა რაღაცა პოპულისტურად მაინც შეძლებდით მე მაგის გამოყენებას აი ჩვენ თხოვეთ და არ მოანა. კაი, მოგეთ ეს აიხსნება ესე რომ ბრძოლა არის უთანასწორო და ჩვენ ამის გამო ბრძოლის ველიდან არ გავდივართ. დასასრულისკენ პასუხი არის ეს. მივდივართ და მაყურებლის კითხვა იყო ერთი მე ჩემ კითხვებში ხა ეს არ დავსვით თქვენ რახან მე შევერთით გახარიას გუნდს, მაგრამ მაინც შეიძლება საინტერესო იყოს კონკრეტულად ორ ამბავზე რა პოზიცია ის არისო. ერთი გავრილობის ეგრეთ წოდებულ გავრილობის ღამეს ეხება, როცა მოხდა დარბევა აქციის მონაწილეების და თან ახან ვისაუბრეთ ჩვენ როდის გავიდა ეს აქცია ხო არ გასულა მშვიდობიანი ფარგლებიდან, ну მაშინ გავიდა ეს აქცია მშვიდობიანი აქციის ფარგლებიდან. მაშინ რა თქმა უნდა, პირველში გავრილობის ღამეზე ვთქვათ რომ იქ თუ ვინმე არის პასუხისმგებელი იმ ამბავს და თვითონ კობახიძე დღევანდელის ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პრემიერი, ვინც ჩამოიყვანა რეალურად გავრილობის საქართველოში ეს ერთი, მაშინ გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. რომელიც პასუხისმგებლობა იყო ყველა იმ საშუალებების გა모ყენებაზე ინგა გრიგოლიას ეთერში, რომელიც რეალურად დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, რეალურად შტურმისგან და ის რომ ეს იყო შტურმი, ეს დაადასტურა მათ შორის სტრასბურგის სასამართლო. პირდაპირ სიტყვით ჩავით თეთრზე. თქვენ წერან ირიბად დამეთანხმეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის სპევის გამოყენების ბრძანება. იცი რა ეს არ თქვა. ეხა აღარ ჩავთავ აგერმა ინგა გრიგოლიასთან თქვა, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც გააკეთეს საპოლიციო ძალებმა. და ნუ მაგას ნიშნავს. მაგრამ იცით არის წერან ირიბად ხა დამეთანხმეთ სიტყვის ის არ მინდა, მაგრამ მე როცა ვამბობ რომ ყველაფერი დასაშვებია გარდა ადამიანების სიცოცხლის ამთლობის განყოფისა, სახელმწიფო სტრუქტურაზე შტურმი არის გულისხმობა იმ ყველაფერში. ანუ თუ ხელისუფლება ის რაღაც აკეთებს, რომ კონსტიტუციას გახევს თავზე, შე რომ შტურმი კაი სხვა სიტყვა ვიხმარო, თუ გინდა შტურმი ხარ დაგვიჭირო მართლა სამი ვაკეთე. აი შტურმი ერთი დასტურდებოდა, შეგიძლიათ რომ მოგვიყვება. რომ იწევდნენ შესასვლელად, ხო? რეალურად რაც ხდებოდა. ადამიანები ცდილობდნენ შესვლას. კიდევ ვიმეორებ, ახლა ეს არის დადასტურებული მართლაც სტრასბურგის. არა, გეთახმებით, ცდილობდნენ შესვლას, კი. ხო, ნუ იყო შტურმი და ნუ ხა ამ შტურმს ერთხელ ისე მან არ გააჩნია მიზეზს, მაგის მიზეზს. მიზეზს ხარ არ ამნიშნულობა აქვს. აი ხა არის მაგის ლეგიტიმაცია, რომ აი აქციის მონაწილეებმა რო ცადონ შესვლა, კიდევ ვიტყვით რომ დარბევის ლეგიტიმაცია არის. ემოციურად შეიძლება არის. ხო, მაგრამ ავტოკრატიული რეჟიმი ამას კანონით შემოგიბრუნებს და ამაზე კი არა, ამაზე ბევრად ნაკლები დანაშაულისთვის გაგიშვებს. გამარჯობა, მაშინაც ავტოკრატიული იყო ეგრეში. როდის? როცა ეგ მოხდა 2019-ში, ხო, ну, არ ვიცი, ავტოკრატიული ოცნებას ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ავტოკრატიისგან, კი ბატონო. სამწუხაროდ. მაგრამ სამწუხაროდ რაღაც ეტაპამდე გიორგი გახარია ეხმარებოდა. გიორგი გახარიას კიდე ეს კითხვები გიორგი გახარიასთან არის დასასრულებელი. მე დავიტოვოთ, მოდი მე იმედი მაქვს, რომ თუ არა მართლა ჩავთავთ, მაგრამ რაღაც ესე არ მინდა ტელევიზორში ჩართვა. აი, მაინტერესებს ერთი ფრაზა შემიფასეთ, აი როგორ ხდება ტყურში ფრაზა გიორგი გახარიას გაჟღერებული კორონას დროს, აი რა კორუფციაო, ვიღაცამო, ვიღაცასო ქართული კორუფციო. ხო, ეგ კონტექსტი არ იცით თქვენ. როგორ არ ვიცი? ხო, ნუ ეგ რეალურად იყო ნათქვამი თორცდების საშვისგაცემის თემაზე. არა, კონკრეტულად ხარჯებზე იყო ლაპარაკი. ფულის ხარჯზე იყო ლაპარაკი. საშვისგაცემის თემაზე იყო, ხო, ვინ და გიორგი გახარია ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცა ქართულ ჯიგრულ პონჩი აკეთებდა საქმეს. პირიქით, ერთადერთი ადამიანი იყო ოცნებაში. შეიძლება. ვინც ესე მართლა თანამედროვე. შეიძლება, მაგრამ ვინ და გიორგი გახარიამ კარგად იცოდა, მაშინ სხვები რას აკეთებდნენ. კი ბატონო, იცოდა და სადამდეც შეეძლო და რა შეეძლო. ნახეთ გიორგი ხარჯი. ნახეთ გიორგი, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ რამდენად გაიზარდა კორუფციული მათ შორის ისეთი ტიპის გარიგებები, რომელსაც პირდაპირ ბლოკავდა.
გიორგი გახარია სანამ იყო პრემიერი. ანუ მისი ფაქტობრივად იმის მერე რომ ოცნების რეჟიმი ბევრად უფრო ავტორიტარული გახდა, მაგაზე არც არის ავტორიტარული და კორუმპირებული. ბევრად უფრო კორუმპირებული, მაგაში არც არის საუბარი. მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ყველაზე ცხადი მაგალითს გეტყვით ახლა ეს ნამორაძის ამბავი და ეხლა რომ კობახიძე კალაძის ეს დაჯგუფება ცდილობს გააკონტროლოს ღარიბაშვილის ყოფილი ბიზნესები, ეხლა იგივე სპორტის აკადემია და მაშინ იყო დიდი მოთხოვნები რომ შენარჩუნებული იყო სპორტის ყოფილი ეგრეთ წოდებული ფიზკულტურის ინსტიტუტი იმ ადგილას, სანამ გახარია იყო, პირდაპირ ბლოკავდა. მე გეტყვით მაგალითად მომენტს, როდესაც შევეხმიანეთ ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერ კიდევ ისტერიკა არ იყო ატესტა. ეს გიორგი საიქიმო გამოცდილებით კი, ჩემი პირადი გამოცდილებით იქ ვიჯექი ოთახში კონკრეტულმა ადამიანმა დარეკა ჯანდაცვის სამინისტროსი და შესთავაზა საველე ჰოსპიტალის მოწყობა ჯანდაცვის სამინისტროს. თუ არ ვწდები, საკუთარ მაღალ ჩინოსანს დაუკავშირდა. ამაზე გითხრეს უარი. ოღონ აქ ჩვენ მოთხოვნაც კი არ გქონდა ცარიელ საწოლებში, რომ საწოლ დღის საფასური ეხადა სახელმწიფოს. ჩვენ უბრალოდ დავახვედრებდით ცარიელ საწოლებს მისაღებად პაციენტების. ამის პარალელურად სასტუმროებშიც და კლინიკებშიც ცარიელ საწოლებში მოხდა დღეში ხდიდა 160 ლარს თუ არ მეშლება და არ მეშლება მე ესე მგონია 160 ლარს ხდიდა თითო საწოლში თითო დღეს სახელმწიფო. და შენ გაკეჭური იქიდან 10 კატები მოდიოდა. თავისთავად მილიონობით ლარი, ათეულობით მილიონობით ლარი გაიხარჯა ამაში. რის გამოც მე ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ ტიკარაძის პოსტიც შეეწირა, ალბათ. ხო, მაგ კონსპირაციებში რომ შევიდა, მაგრამ ისაც ჩემთვის თვალხილულია მაგ პერიოდში უარი იყო ნათქვამი საველე ჰოსპიტალებზე და შემდგომ უკვე არსებულ ჰოსპიტალებს, კერძო ჰოსპიტალებს. კაი, მაშინ იყო აბსოლუტურად ექსტრემალური არაორდინალური სიტუაცია, სახელმწიფო მე ერთ-ერთი რამე ვიცი და მახსოვს. არ ჭირდება საველე ჰოსპიტალებიო ესეთ რაღაცას ამბობენ. ხო, ნუ კი ბატონო, შეიძლება იყო ამისი ერთგვარი არგუმენტების არსებობა. სხვა ქვეყნებში თვალსაჩინო იყო, რომ კატასტროფისკენ მივდიოდა. იყო სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ რთული იყო. ხო, ამაზე პასუხისმგებლობა როგორ მოგთხოვთ? ერთ პასუხისმგებლობა მე ერთ-ერთი რამე ვიცი, რომ მაშინ ნამდვილად იყო ეფექტურად მართული ბევრი რამე და ეკონომიკური ზიანის ხარჯზე. ნახეთ, მე მაშინ ჩავწავეს რომ რიგითი მოქალაქე და ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის და ამას დაგიდოს საქართველოს, რა თქმა უნდა, რიგითი მოქალაქე უცხო არაპოლიტიკური, ხო? ანუ ერთადერთი ვაკვირდებოდი უბრალოდ როგორც აი რიგითი მოქალაქეები აკვირდებიან პოლიტიკას. ერთადერთი შემთხვევა იყო კორონას მართვა, როდესაც მე როგორც რიგითი მოქალაქე გძნობდი, რომ არსებობს სახელმწიფო. ანუ მე სხვა ეტაპი, ანუ სხვა ფაზა ქართული ჩემს რო რეცხავდეთ იმასაც გძნობდით, რომ კი არ იყოს მუნიციპალიტეტი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ მე ვამბობ ზოგადად მართვის კუთხით. ზოგადად მართვის კუთხით ვამბობ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა გძნობდი რომ სახელმწიფო მუშაობდა და ახლა ამას მასშტაბური ეკონომიკური ზიანის ხარჯზე. არა, მასშტაბური ეკონომიკური ზიანის ხარჯზე. ნუ არ მგონია რომ მასშტაბური ეკონომიკური ზიანის აცილება იყო შესაძლებელი ლოკდაუნი ქონდა მაშინ როცა ნუ ახლა ეგრე მაშინ არის არგუმენტები რომელიც ამბობს რომ რატო ქონდა ეს ლოკდაუნი ხო ესე ვაქცინაციაზე შეგვიძლია გადავიდეთ ძალიან ვრცელი თემაა ვაქცინაციის ჩავარდნით კამპანიაზე სხვა თემაა და სპაგატაციის ამბავი. პირველ რიგში დიდი მადლობა თბილისისთვის. მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ იცოდით რომ მოდიეთ რომ არ იქნებოდა კომფორტული ეთერი და ჩემთვის ეს ძალიან დასაფასებელია და სხვა პოლიტიკოსებსაც მოუწოდებ ვინც ჩემი შეფასებით რაღაცა ჭოჭმანობენ თქვა არ ვიკმინებით მე მგონი ხო თუ ვიკმინებით ხო ჩვენ მხოლოდ რიცხვებით და ფაქტებით ვცდილობთ საუბრს პირიქით მეც ბევრი საინტერესო რამ გავიგე იმედი მაქვს გამომადგება ეს რომ შევაჯამოთ ესე იგი თქვენ ელოდებით თბილისში 150%-იან მატებას ელექტორალურს რომ ჩაინიშნოს მეორე ტურები ესე მივადექით რიცხვებით ნუ კი ბატონო ელოდებით ასე გამოდის რომ მეორე ტური ჩავნიშნოთ რაც არ არის ხოთა შორის არა რეალური მე ბევრი ადამიანი მიდასტურებს რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა აპირებენ არჩევნებზე წასვლას და ჩვენ ამ ადამიანების გადაწყვეტილებას პატივი წარმოტებებს გისურვებთ პირადად თქვენ ხო შეიძლება პოსტი მეწერა ერთხელ არ ვიცი ნახეთ თუ არა თქვენზე მეწერა თავდა რო განიხილებოდა ესა თქვენი რაღაცა ესე თქო რო უსმენ თქო გადასარევი კაცი თავდა რო დაიწყო პოსტი ვიღაცები ელოდენ ეთყობა ხე გალანძღავსო და არა რო გამართულად საუბრობს თქო არ შეგეშინდება რომ რომელ ეთერში გაუშვა რომ თავი არ მოსწროს ჩავხედე ძალიან მასშტაბური სირი მაგრამ ნუ რა უყოთ იმ რეალობას რომ ჩვენ გვინდა რომ თუ კანდიდატი იქნება ისეთი კანდიდატი იყოს რომ უნდა მოგება შეძლოს ქალაქის და რეალობა უნდა იყოს ისეთი რომ შესაძლებელი იყოს მოგება ქალაქის და ეგ არის პრობლემა და არა გიორგი შარაძე თქო იმ დროს თქვი როცა ხო იყო რომ აი მე საინტერესო სამუშაო გამოცდილებაც აქვს რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის მართვის არა მაგრამ ბევრი წარმატებებს გისურვებთ და კანდიდატი ყავს მიუხედავად მაგის კუპრაძეს სახით ხარდ წარმატებები და უსურო იმედს გამოვთქვავ რომ ბრძოლის რაღაც ეტაპზე ჩვენ ერთად მოხვდებით და იმედს გამოვთქვავ
თქვა რომ ეს ამას გამოუწევს ის ამბავი რომ თქვენ გადმოხვალთ აქეთ. მიზანი საერთო გვაქვს ოცნების დამარცხება. ხოცების დასუსტებას მადლობა. ნახვამდის. მადლობა.